თელამავში უყურებენ, აი და ქათმების ამბავია და ციცილე ეკითხება, რომ დედა მე მართლა გათაბივარო. ციცილე ეკითხება დედა. რაღაცა მე კიდე ერთხელ ეკითხა, მე მგონი არცევი არა ვარო. ანუ იდენტობის პრობლემაა. არა, საქართველოში აირია სიტუაცია. ანუ ირონიული ისე აქვს რა. ირონიული, აი სხვადასხვა წინაზეც ერთი-ორი იგავარაკებს ეკაიფა, მაგრამ რა გუში. ხო, ანუ იქ როგორ არის, თუ უთხარი რომ იუმორი გინდა, ანუ რაღაცა ხუმრობა გაინტერესებს რაღაც, მაშინ აგენერირებს ხუმრობის. როგორ მოგანდავჭი, ესეც იმასავით ვაძლევ, რა ეს არის მელა, ეს არის ძირითად მიმართულებას და თვითონაც მაგრამ ეგრევე მქონდება გავაგრძელო მე. გუში ღამე 2 საათამდე გაიფობდი. ოკეი, დავიწყოთ მე მგონი. მოგესალმებით ჩვენს ტრადიციულ პოდკასტში, მას ტრადიციულად წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და ჩვენი სტუმარი იქნება ოთარ გრიგოლია, ჩვენი მეგობარი. ოთარ, გამარჯობა. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. მადლობა თქვენ. პირველ რიგში მინდა დავიწყოთ საუბარი აი ფორუმით, რომელიც გასულ კვირას გაიმართა თბილისში. ძალიან საინტერესო იყო ამ ადამიანების ხილვა თბილისში. და მათ შორის იმათი მოსმენა, ვინც ვერ ჩამოვით, ხო? იყო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჯეფრი საქსი, რომელიც ვერ მოახერხა თბილისში ჩამოსვლა, პასკალ ლოტასი მაგალითად და ბევრი სხვა. საინტერესო იყო ეს ფორუმი იმით, რომ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, რომ რაღაცა ეს თემები, რომელიც უკვე ჩვენს საზოგადოებაშიც განიხილება გარკვეული თვალსაზრისით, საჯარო სივრცეში, ჩვენ პოდკასტში განვიხილოთ ხოლმე ამ თემებს ხშირად და ასე შემდეგ, მაგრამ აი რაღაცა ესეთი დიდი შეკრება, რომელშიც ამ თემის განხილვა შესაძლებელია, ანუ იმ ტენდენციების, ну, ესეც ვთქვათ, ახლა ვინც არ იცის, რომ რა ფორუმზე ვსაუბრობთ, ის ტენდენციები, რომელიც გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარეობს, მულტიპოლარიზმის ჩამოყალიბება იქნება ეს თუ ვთქვათ, რაღაცა ისტორიის დაბრუნება, როგორც ერთ-ერთი პანელი იყო, ძალიან საინტერესო იყო, რომ ისტორიის დაბრუნება ერქვა ერთ-ერთ პანელს ფუკუიამას იდეის საწინააღმდეგოდ, როცა ისტორია აღარ არსებობს, ხო? ისტორია დასრულდა უბრალოდ. ანუ მთლიანობაში მოდი შენ პირველ რიგში ეს პატარა ესეთი შენი შეფასება გითხარი, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორისა, რა ქონდა მიზნად ამ ფორუმს და როგორ გფიქრობ შენი აზრით, რამდენად მიაღწიეთ ამ შედეგს? ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ არის აქ, რომ ნუ მერი ამ თავისი რესურსებიდან გამომდინარე მართლა ძალიან მაგარი ფორუმი გააკეთა, ნუ მშვიდობის საკითხი იყო, მთავარი საკითხი გამომდინარე კონტექსტიდან და რეალობიდან, რომელშიც ვართ და ჩვენი რეგიონი რომელშიც არის და თბილისში იყვნენ ჩამოსული ადამიანები, რომლებიც დასავლურ აკადემიურ სივრცეში პოლიტიკური კომენტატორები და ასე შემდეგ არიან ძალიან ცნობილი ადამიანები, ხო? ანუ ვინც დაუშვათ კითხულობს საერთაშორისო პოლიტიკას, ვისაც აინტერესებს ეს ადამიანები მათთვის ცნობილია. როგორც აკადემიური სივრციდან, ასევე YouTube-დან და ასე შემდეგ, ხო? უპრეცედენტოდ ბევრი ცნობილი სახე ჩამოვიდა თბილისში და ვისაუბრეთ საბოლოო ჯამში საკითხზე, რომელზეც საუბარიც ჩვენ წლების განმავლობაში გქონდა აკრძალული. აკრძალული აზროვნებაში მე კი არ მოვიდო და დაგვიჭერდა მაგაზე, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში იმდენად დიდი იყო წნეხი, შიდა პოლიტიკური წნეხი, ასევე წნეხი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც წარმოადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ანუ ამ თემებზე თუ შენ დაიწყებდი ლაპარაკს, ავტომატურად მოეკერებოდა გარკვეული იარლიყი და რაზეც ნუ საბოლოო ჯამში მე შენ უნდა გებრძოლო და გეჩხუბა, რომ აი მე ეს არა ვარ, ის არა ვარ და ასე შემდეგ. რაზე იყო აქ საუბარი? საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ უკვე ვართ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში. უკვე შემდგარი ფაქტია, იმიტომ რომ აკადემია უკვე ამას აღიარებს, რომ ჩვენ უკვე გადავედით ამ მულტიპოლარულ სამყაროში. და რა როლი უნდა გქონდეს საქართველოს მულტიპოლარულ სამყაროში, როდესაც ჩვენ ვხედავთ ომებს, ჩრდილოეთით, სამხრეთით, რა ყველა ჩვენს ირგვლივ თუ ვინმე სახელმწიფო არსებობს, ახლო აღმოსავლეთიდან დაწყებული, დასავლეთ დამთავრებული უკრაინაში არის ომი, რუსეთი არის აგრესიული ამ პროცესში, ის ცდილობს რომ თავისი რეგიონალური, ესე ვთქვათ, ძლიერი რეგიონალური მოთამაშის სტატუსი შეინარჩუნოს, ну ასევე სამხრეთით არის ახლო აღმოსავლეთში ომი და ასე შემდეგ. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, დავსვით კითხვები რა, სად მიდის ეს პროცესი, როგორ უნდა გააკეთოს საქართველოს, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ უსაფრთხოება და ამ ახალ რეალობაში
რა გარანტიები არსებობს საერთოდ საბოლოო ჯამში თავის უпроსტ უსაფრთხოების. და აღმოჩნდა რომ არავით არ გარანტიები არ არსებობს, ну ყოველ შემთხვევაში აკადემიის წარმომადგენლები, რომლებიც ამ საკითხზე აქტიურად საუბრობდნენ და ჩვენ რეალობასაც ვხედავთ, ხო, არავით არ გარანტიები უსაფრთხოების არ არსებობს. იმიტომ რომ დღეს პრაქტიკულად სუვერენულ ქვეყანაში რუსეთი აწარმოებს პირდაპირ ომს, ხო? ანუ აქ არაზეა საუბარი. იმ ქვეყანაში, რომელიც არის მხარდაჭერილი დასავლეთის მხრიდან, ხო? აქედან გამომდინარე, დაისვა კითხვა საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენი რაღაცა ევროცენტრიზმი და ჩვენი რაღაცა ნატო-ცენტრიზმი და რაღაცა არსად გახედვა გარდა ამ მიმართულების ადეკვატურია თუ არა. თავისთავად ხადია, ეს კითხვა ლეგიტიმურია იმდენად, რამდენადაც ჩვენი უსაფრთხოების საკითხი არის მნიშვნელოვანი და ბუნებრივია ჩვენ ერთი მხრივ, როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ მივდივართ ევროკავშირში და ეს თავისთავად ცხადი და გაცხადებული მიზანია, მეორეა რა გზით მივდივართ აქეთ, ხო? ანუ რა ფორმებით მივდივართ. ჩვენთვის თუ ჩვენ უნდა დავთმოთ სრულად სუვერენიტეტი, დავუშვათ ეს არის პირობა, დავუშვათ რომ ჩვენ უნდა საომარ მოქმედებებში ჩავერბათ პირობითად რუსეთთან, მაშინ ეს გზა ჩვენთვის არის მიუღებელი. თუ არსებობს გზა და არსებობს მე დარწმუნებული ვარ, რომელიც ჩვენგან არ მოითხოვს აი ესეთ დიდ მსხვერპლს, პირობითად ვამბობ რა, დისკურსებიდან გამომდინარე. მაშინ ეს გზა ჩვენთვის მისაღებია. ეს არის ის იყო ძირითადი სადისკუსიო საკითხები და რაც თქვენ თქვით რა, ისტორიის დასასრული არ არის ეს ისტორიის დასასრული, ჩვენ ფუკუიამამ უკვე თავის ეს მოსაზრება უკვე მრავალჯერ უარყო და რაღაცა მამლის ყივილამდე და ვფიქრობ რომ პირიქით ისტორია მეორდება და მეორდება საკმაოდ იგივე ფერებში რა ფერებშიც თავიდან პირველ ყოფილი იყო და მე ვფიქრობ რომ ამ თვალსაზრისით ამ ისტორიის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იყო თვითონ ამ ფორუმისთვის რა. კი, ერთ-ერთი ასე ვთქვა ძალიან საინტერესო ელემენტი, რაზეც ისევ რაღაც მოდი ჯერ კიდევ ისე გარშემო ვიაროთ რა, ვიდრე შიგნით შინაარსში შევალთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, რომ ამ სტუმრებმაც აღნიშნეს ამ ფორუმის განმავლობაში და შემდეგაც ეს არაფორმალურ ურთიერთობებშიც, რომ თვითონ დასავლეთში არის რთული ამ ადამიანების შეკრება ერთად. ანუ მათ მუდმივად აქვთ კონტაქტი ამ YouTube-ს არხების საშუალებით რაღაც სხვადასხვა ასეთი მედიალურ ფორმატებში, რომ ერთმანეთთან კონდეთ კომუნიკაცია და ეს მოსაზრებები გაცვალონ და რაღაც თქვა კონტენტი შექმნან ესეთი მედიალური კონტენტი, მაგრამ აი შეკრებები, კონფერენციები, ფორუმები და ასე შემდეგ დასავლეთში, რომ პრინციპში შეზღუდული ფორმატია, ხო? მეტიც მე მგონია, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში, ხო, ანუ გარდა იმისა, რომ ჯერ ერთი ეს ფორუმი შედგა, თავის მხრივ უკეთესი მოცემულობა გვაქვს, აი როდესაც მაგალითად მერკურისთან მქონდა საუბარი, უკეთესი მოცემულობა გვაქვს სხვა თვალსაზრისითაც. მერკურისი აღნიშნავდა, რომ უბრალოდ შეუძლებელია ბრიტანულ მედიაში ამ თემაზე საუბარი. ბიჭი, შეიძლება ჩაიკითხო, ეს ფორუმია, რო გამხილეს, არა, ის სხვა არის კიდე. ეს კიდე. ამაზეც მომხილეს მერკურისთან რატო ჩაწერო ინტერვიუ, მაგრამ ეგ სხვა თემაა კიდე. არა, ეს ეხა იყო ხუთშაბათი პარასკევი. ხო და არ მაინც დავამატებ, რომ აი ზეწოლა ახსენეთ, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო სრულიად გასაგებია, ეს სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზეწოლა არის, ფიზიკურ ზეწოლაზე უფრო დიდი ზეწოლა არის, როცა ესე რბილად არ ქვია, მოგუდვა როცა ხდება თავისუფალი სიტყვის როცა თითქოს შეგიძლია თქვა, მაგრამ როგორც იზმარშია და ვერ ლაპარაკობ. და ეს იყო და დღემდე არის და რატო არა უფრო აი გუშინ წავიკითხე ხადო გადავშალე და ფაქტ შეკრება ამხილა რომ აი გიორგი ესე წერია რომ აი ყოფილი დირექტორი რაღაც ასე ხაზია გასმული თორე და არისო რომ აი დაესრო რაღაცა კონფერენციასო აი სკოლაში იყო ხოლმე რა მასებულო აი აიწერს რაღაცა რო შპიონი ბავშვები რო არიან, მაგრამ ანახე ლიტერატურა წაიკითხა ხოლმე, აი არალეგალური ლიტერატურა რაღაც კონფერენცია ხა, ნუ ჩვენ ხამას არ დავტოვებთ, ხარ საკუთარ ხალხ ამხანაგური სასამართლო იმართება ამ კვირაში ვერ ვასწრებთ იმ კვირაში და ამას ხა დავუგოთ, მაგრამ აი თემა თვითონ ჩვენ ხშირად გვისაუბრია, უკეთა და ერთ-ერთი ამბავი ეს არის იწევს აზროვნების დაჩლუნგებას. და ტვინის სიგლუეს პირდაპირ თქვა, რაც ეს უკვე ისეთი ფაქტია, რომ რაც აშკარად ეთყობათ ადამიანებს, როდესაც აი ხლა იქ საკითხები რაც თქვენ ბძანეთ ნატო, ევროკავშირი, რაც გინა ამბავი,
ეს მსჯელობა, ეს ხო ჭადრაკია, შეიძლება ჭადრაკში მარტო ილაპარაკო, რომ მარტო წინ უნდა გავაკეთო სვლა და მრავალმხრივი აზრები უნდა ჩამოყარო და აქ ეს იკარგება სწორედ ეს ვარიანტი და არის ეს სწორხაზოვრივი ამბავი და ეს არის ერთ-ერთი მითუმეტეს ჩვენთან არ არის პოლიტოლოგიური ლიტერატურა, არ არის ეს ეხლა შემოვიდა მე რასაც უყურებ და აი ერთი წელია შემოვიდა რაღაცნაირად თუ წელიწადახევარი არ აქვს მნიშვნელობა რაღაცა გაიშალა მსჯელობა ახალგაზრდებოდიან თორე პრაქტიკულად იყო სრული დახშული სივრცე და ამის შედეგ ჩვენ უყურებთ იმიტომ რომ რაღაც ტიპის ადამიანები ამას უძლებენ უკაცრავად გამეგზელდა სიტყვა რაღაც ტიპის ადამიანები ამას ვერ უძლებენ და პირდაპირ უყურებთ ადამიანებს რომელსაც შეიძლება ბოროტი გაზრახო კი არა აქვთ მაგრამ აშკარად რაღაცა იქცენ პოლიტიკურ ფანატიკოსებად რომელიც აი რელიგიურ დონეზე მიიყვანეს და ეს ძალიან მათი საზოგადოებაში მათი კონცენტრირება ზოგან ერთ ადგილას ან საერთოდ გაჯერება სახიფათო შეიძლება ესე ვთქვათ აღმოჩნდეს იმიტომ რომ ეს ადამიანები კი ხვდებიან მაგრამ როდესაც თვითონ მაგრა წაიმტროვენ კისერს და ძველი წამტროვები აღარ ახსოვთ ძველი შეცდომები ეგეთი სიტუაცია ეგეთი სხვათა შორის დიდ პოლიტიკაშიც კი ახერხებენ ხოლმე მოსვლას იმიტომ რომ თავისნაირებს ესე ვთქვათ იზიდავენ ეს ისე ვთქვათ კი ბატონო ხო ანუ იმის თქმა მინდოდა რომ ხო ფორუმი და კონფერენცია ვახსენე ეს ნებისმიერ სიტუაციაში არის ესე ვთქვათ არა ამ ფორუმზეც იყო ეგ ამბავი ანუ მერკურისის და მაგალითად გლენდიზენის გამოჩენისთან ერთად ხო არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში როგორ ჩაწერეს მაგათთან თავის დროზე შოძენიცინის საკითხვაზე არ შეიძლება იმიტომ რომ ესე იყო გაგაფუჭებს ესეთი სიტუაცია იყო ფილმები რომელიც გაგაფუჭებს წიგნი რომელიც გაგაფუჭებს მაგრამ მე მგონია რომ ეს ხმები იყო რაღაცნაირად აი უკვე მათ აბსოლუტურად ძალადაკარგული აქვთ რა აი ამ საწინააღმდეგო ხმებს იმიტომ რომ თან რისი აღნიშვნა მინდა და უпростоრეთ რა მერკურის რატო ახსენე რომ ბრიტანულ მედიაში ამაზე საუბარი უბრალოდ არ არსებობს ანუ ვერ მიხვალ და ვერ ილაპარაკებ და ასე შემდეგ და რატო აი ეს გაგაწყვეტიდება ხო ეგ არის საინტერესო გესმის რომ ანუ თლიანად არის შეზღუდული ეს ალტერნატიული ხედვა სამყაროსი იმის გააზრება აი მაგალითად დღეს უსმენდი სხვათა შორის ლავროვის გამოსვლას რომელიღაც ფორუმზე და მე არ დავკვირებულა რომ უბრალოდ იქ აღმოვაჩინე ახსენა იმის მიუნხენის დეკლარაცია მიუნხენის კონფერენციის დეკლარაცია რომელშიც თქვეს რომ მულტიპოლარიზმი არის საფრთხე ანუ მულტიპოლარიზმი არ არის მოცემულობა რომელიც დადგება და რომელიც თქვა დააბალანსებს არსებულ უნიპოლარულ სამყაროს არამედ ეს არის საფრთხე რომელსაც უნდა შეეწინააღმდეგოს დასავლეთი და შესაბამისად ყველა ის ადამიანი ვინც მულტიპოლარიზმზე საუბრობს როგორც მოცემულობაზე რომელმაც ახალი წესრიგი უნდა ჩამოაყალიბოს და რომელიც უკვე რეალობაა ხო ანუ მაგალითად მათი აი ამ ადამიანებს ვინც იყო ფორუმზე ჩამოსული თავარი პოსტულატი იყო რომ მულტიპოლარიზმი უკვე ფაქტია ეს ის კი არ არის რაც მოხდება მომავალში ეს უკვე მოხდა ეს უკვე მოხდა უბრალოდ ახლა ის ფორმებს იძენს კონფიგურაციას შეთანხმებებს საჭიროებს და ასე შემდეგ ანუ ამას ჩვენ ვეღარ გავექცევით ეს არის მომხდარი ფაქტი და ხო და ანუ იქიდან ამის აღქმა არის რომ ეს არის პირველადი უმთავრესი საფრთხე იმ ძალაუფლებისა, რასაც ჰეგემონური ძალაუფლება ერქვა ამ 30 წლის განმავლობაში. ამიტომ არ შეიძლება გამოჩნდეს მერკურისი, გლენდიზენი და ასე შემდეგ, ანუ ეს ჯეფრი საქსი და ასე შემდეგ. რა, ანუ არ შეიძლება რომ გამოჩნდეს ეს ადამიანები მეინსტრიმ მედიაში. ხო და მე იმის თქვა მინდა რომ ჩვენ ამ პროცესს რაღაცა თვალსაზრისით ამ რეალურმა სურათმა, რეალურმა საფრთხემ, ჩვენი ეგზისტენციურმა საფრთხემ რაც მოახდინა ჩვენზე არის ის რომ ჩვენი მეინსტრიმი შეიცვალა. ანუ ჩვენი მეინსტრიმი შეიცვალა იმით რომ მაგალითად ჩვენ აი აქ საზოგადოებრივ მაუწყებლის სივრცეში განვიხილავთ ამას ტელეიმეჯში, რუსთავიოში და ანუ რაც დასავლური გაგებით მეინსტრიმ მედია, იქ ეს თემები უკვე ჩვენს შემთხვევაში უკვე ეს თემები განიხილება. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევედით საგანმანათლებლო სივრცეში, იქ ჯერ კიდევ არ არის ეს ღია, მაგრამ აი მეინსტრიმ მედია უკვე გახსნილია ამ თემებისთვის რა. ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, ნახეთ ჩვენ საუბარშიც საუბრობთ არაფორმალურად, იქაც იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ამ თემაზე ლაპარაკი დავიწყეთ, მაგრამ დავიწყეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უბრალოდ სხვა გზა არ აქვს, გიორგი. ანუ იქ საუბარია შეიძლება ბრიტანეთში ის ყისიერი საფრთხე არ უდგათ და შეიძლება იბრძოლონ დაუშვათ და მედიაში არ გააკარონ ეს საკითხები და ამ მიმართულებით შეიძლება აზროვნება აკრძალული იყოს, მაგრამ ჩვენ თუ არ გავიაზრეთ ახალი რეალობა, უბრალოდ გავქრებით, ხო? ანუ ჩვენს უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი, ჩვენს ფიზიკურ არსებობაზეა, ჩვენ ეგზისტენციალური საფრთხეები გვიდგას. აქედან გამომდინარე ჩვენ ვალდებული ვართ, იძულებულები ვართ
რომ ახალი რეალობები სწორად დავინახოთ და ამიტომ აქედან გამომდინარე ეს დისკუსია იქიდან გამომდინარეა მნიშვნელოვანი ჩვენთან რადგან ტარდება რომ ჩვენთვის არის ეს არსებითად მნიშვნელოვანი თქვენ ახსენეთ ეგან რომ ანუ რაღაც სივრცეები ჩაკეტილი გეთახვები ანუ იდეაში დასავლეთი დღეს ანუ ევროპა განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებზე ამაზე საუბარი ხო ამერიკის შეერთებულ შტატები ეხლა ზუსტად ყველაზე პირველი ხდება ხოლმე ასეთ პროცესების ცვლილებას და ანუ ყველაზე პირველი რეაგირებს აქედან გამომდინარეა ის ძალიან დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფო ევროპაში დღეს რეალურად მიმღებლობა იმ რეალობის რომელიც დადგა არ არის ნაკლებია ეს აქედან გამომდინარეა ჩვენზეც ეწოლაც ხო ანუ თქვენ მე ევროპის საბჭოში ვარ საქართველოს წარმომადგენელი კონგრესში ეს რეგიონალური ვთქვათ ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესია დაახლოებით იგივე პოლიტიკური ტენდენციებია რაც დაუშვათ ევროპაში ხო იქ ადამიანები იწყებენ უეცრად საქართველოს საუბარს ძალიან ესეთი ემოციურად აქტიურად თითქოს 1-30 წელი აქ იმუშავეს და ნუ რა რომლებსაც 1 წლის წინ რუკაზე ვერ განახებდნენ საქართველოს ადგილ. აქედან გამომდინარე აშკარაა რომ არსებობს რაღაცა პოლიტიკური დაინტერესება გარკვეული ძალების მხრიდან რომ საქართველოსზე იყოს მაქსიმალური შეწყვეტა რომ ჩვენ ვერ გაუბედოთ ამ მიმართულებით ფიქრი. ანუ ფიქრი არის აკრძალული. აზროვნება არის აკრძალული და ამაში ძალიან დიდი ფულია ჩადებული ხო ჩვენ წლების განმავლობაში ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ყველას არა თავისთავად ხარდია ძალიან ბევრს უხდიდნენ ძალიან დიდი რაოდენობით ფულს იმაში რომ მათ შემოეტანათ ის ტენდენციები რომლებიც საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო იმ ქვეყნებისთვის რომლებიც აფინანსებდნენ აი ამ ორგანიზაციებს ხო და არა ჩვენთვის როგორც ქვეყნისთვის ამაზე არავის არ უფიქრია შეიძლება ჩვენ რაღაცებს ვიყენებდით აქედან ჩვენ სასიკეთოდ არ ვიცი შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს მაგრამ საბოლოო ჯამში აღიზარდა თაობა რომელიც ერთადერთი დისკურსი იყო ეს დისკურსი რა დაფინანსებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ ადამიანები საერთოდ ვერ იაზრებენ რომ საქართველოს რა არის საქართველოს გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი რა არის ჩვენთვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი და რა არ არის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი და რა არის წამოსული ზემოდან იმ ორგანიზაციებიდან ვისთვისაც მნიშვნელოვანი გარედან წამოსული აღარ დავასახელოთ ვინ როგორ ანაირად და აქედან გამომდინარე მათთვის ეს არის იდეოლოგიური ბრძოლა ისინი თქვენ შეიძლება შეგაკვდნენ მაგის გულისხმობით რომ მათ გონეთ რომ მართლები არიან მაგრამ საბოლოო ჯამში ისეთ რა არის მე გონია რომ გულის სიღრმეში ყოველ შემთხვევაში აკადემია ჩვენი საუბარი მათ შორის ამ ადამიანებისთვის რაღაც კითხვის ნიშნებს გააჩენს და ჩვენ და ჩვენაც თუ აკეთებ საბოლოო ჯამში გახსნა აზროვნებისთვის სივრცის გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი 5 წლის წინ ამ თემებზე ლაპარაკი რომ არსებობს მულტიპოლარული სამყარო რომ ჩვენ რაღაცა ზეწოლა მიმდინარეობს საქართველოზე რომ შეიძლება გააკრიტიკო ევროკავშირი თავისი მოქმედებების გამო შეიძლება გააკრიტიკო კონკრეტულად ევროპული რომელიმე ქვეყანა ელჩს გააკრიტიკო რაღაც მისი მოქმედების გამო ეგ წარმოუდგენელი რაღაც ეს იყო აბსოლუტურად დამორჩილებული მედია პოლიტიკური რაღაცა ერთობა საქართველოს რომელშიც აკრძალული იყო საერთოდ აზროვნება ეხლა აზროვნების პროცესი დაიწყო და ეს პროცესი სანამდეც მიგვიყვანს არა აქვს მნიშვნელობა სად მიგვიყვანს აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს გადარჩენამდე იმიტომ რომ ჩვენთვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია რომ ვიაზროვნოთ ჩვენი რეგიონიდან გამომდინარე ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე და ის რაც მოხდა 2022 წელს როდესაც საქართველოს პრაქტიკულად საქართველოს გაიარა ბეწვის ხიდზე აი ეს იყო სწორედ ამის შედეგი, აქედან დაიწყო ჩემი აზრით გააზრება რეალობის და შედეგი იმ სწორი პოლიტიკებისა, რომელსაც ჩვენ ახლა ვატარებთ და მშვიდობა ამ ქვეყანაში საბოლოო ჯამში ამის შედეგია. კი ბატონო, რაღაცის თქმა გიძახში. იცი რა თქვა მინდა? საკამათოდ არა, მაგრამ აი გვერდით ასვლიდან ერთ-ერთი ვარიანტად ვფიქრობთ ესეთ რამეზე. მე ვიფიქრია ასეთ რამეზე, შეიძლება ვწდები. საბჭოთა სივრცეში სადაც განაგებდა რასაკვირველი აკრძალული იყო ეს სიტყვის თავისუფლება ხო? იყო სრული პროპაგანდა და ზღიად გადაგებდა. დასავლეთში იყო სიტყვის თავისუფლება. და ასე ვიცოდით ყოველ შემთხვევაში. ესე იყო, მაგრამ როგორც ჩანს ეს დედამიწას აქვს თავის კანონზომიერება. ჩვენ აი როგორც ასფალტს რო გახეთქავს
და პოსტსაბჭოთა სივრცე შენ ვფიქრია ჩამოუყალიბდათ ადამიანებს თქვენ ახალგაზრდები ხართ ესე არ გახსოვთ მაგრამ ეს გადმოვიდა მე ამ შემთხვევაში ახალგაზრდას ნეგატივით კი არ ვარ თქვენზეც გადმოვიდა ეს რომ პოსტსაბჭოთა ადამიანს საშუალო ადამიანს როგორც არ უნდა უყურებდეს ნაკლებაჭრის პროპაგანდა იმ თვალსაზრისით რომ მას არ აქვს ისეთი რწმენა მათ შორის მედიისა ესე იგი ის რომ დაწერილია და მედია ეუბნება საღამოს მაგალითად რომ ხვალწვივა მოვა პოსტსაბჭოთა ადამიანს ეს ჩემი შინაგანი განცდა დაკვირვების და უყურებ ბევრად ნაკლებად ჯერა შინაგანად ამას კრიტიკულად უყურებს იმიტომ რომ ის მზად არის კარგი ცხოვრებისგან კი არ არის მას ატყუებენ მან იცის რომ მედია შექმნილი იყო და მოტყუებისთვის ამიტომ ჩვენ ორი შევახსოვოთ ორი რეჟიმი იყო ერთი იყო რასაც თავი პრავდა წერდა თუ გაზეთ კომუნისტი თუ რაღაცა იზვესტია და ტელევიზორში ფრემია ლაპარაკობდა და მეორე იყო სამზარეულოში რა რეალობები იყო აი იქ ცოცხალია თუ სინამდვილეში მოკლეს ჩვენთან უბრალოდ ხო შეიძლება და გარდაცვლილიყო პოლიტბიუროს წევრი ჩვენ არასდროს ესე არ გვჯეროდა და ყოველთვის რაღაცა ესე ვთქვათ ვერსიები იყო და ამას მე ამახვილებდა რომ აქ ბევრი შეთქმულების ისტორია მართლდებოდა კიდეც დასავლეთის მე რასაც შეები კონტაქტით და ალბათ ხშირი კონტაქტი მაქვს ხო ისე როგორ თქვა და ამ თვალსაზრისით არიან ბწყალებში თუ ბწყალებო წესიარადებელი მას რასაც ეუნებიან ეს ჯერათ მათ ეს ჯერათ აი როცა ეუნებიან რომ მათ არა აქვს საფუძველი რაღაცა სერიოზული თუ არ მოხდა რომ აი დაუჯერებელი სიტუაცია რომ ტელევიზორში შეიძლება რომ ადამიანი გამოვიდეს და ტყუილებს ლაპარაკობდეს ესეთი რაღაცა მათ ეს ძალიან უკვირთ ამიტომ უცებ ისეთი შეიძლება სიტუაცია აღმოჩნდეს რომ რაღაცა დრომდე აი მე მაგალითად ახლა ვუყურებ რომ ეს ფენა მედია და ვინც მედიაზე გავლენას ახდენს საჩვერო დასავლეთი ესე კი აღარა ეს ადამიანები ყოველდღიურად ცხოვრობენ თავის საქმეს აკეთებენ ეს მინდობილი აქვს თავრობაზე ვიღაცა ვიცი ევროკავშირის რაღაც ბიუროკრატიაზე იქ მედია რაღაცას ეუბნება მედია ეუბნება რომ გამოაცხადებენ რომ აი ეგეთი საფრთხეა საქართველოში სადღაც ეგეთი სიტუაცია და მე თქვენ მინდა გაგახსენოთ ერთი ფილმი ძალიან საინტერესო ფილმი მე ხა ფილმში არის ეს გახსნილი არასწორად არ გვდიან ხოლმე სინამდვილეში არის კუდი ძალს აქიცინებს არა ძაღლი კუდს აქიცინებს კი არის ამერიკული ფილმი არის მწკნვარი კუდი აქიცინებს ანუ შენ როგორია რომ ძაღლმა კუდი უნდა აქიცინოს სინამდვილეში კუდი აქიცინებს და როგორ აჯერებ მაგრამ ეს როგორ საზოგადოებაში შემოხვდა სადაც ეს ჯერათ თავარია ტელევიზორში შენ მოუყვე ამათ ეს რეალობა და იქ გახსოვთ რომ ალბანეთი მე შემთხვევით არ გამახსენდა ეს როგორც საქართველოა ალბანეთი უქმნის სოფლიოს საფრთხეს და ისახება რომ აი ალბანეთი გახსოვთ არა როგორი ამბავია და აბა ჯარები გადავსხით და აბა გადმოსხით და ეს მოქმედებს შეგაურ არჩევნებს დაახლოებით ესეთი ამბავია საქართველოსაც ეხლა ჩვენ ვიყავით რაღაც პროვინცია მიგვინებით სოფელში ყოფდა იმას ხვდებოდი ჩვენი კოლეგებს და აი მართლა შეშფოთებული უნებოდა აი ჩვენთან რომ მიამიც რო ვიყოთ რომ აი შეშფოთებული იყო რა ხდება საქართველოში აი სიტუაცია რაღაცა და თან აღარ ვიტყვი ახლა როგორი ქვეყანაა სადაც იქ როგორი სიტუაცია იცით რომ აი როგორ თქვენ რომ ფაქტი ახსენდა რა ფაქტია რომ იქ არის სერიოზული პრობლემა აი როგორი პრობლემაა იცით ყოველდღიური უსაფრთხოების არ უნდა გადაბუგეს კი ნახევარი ქვეყანა ნახევარი დედაქალაქი ესე ვთქვათ და ეს არ არის იმ მარტო ან სპორტის ან რაღაცის კი ხვდებით ახლა იმ კოლონიების თავმჯდომარის არ იყოს იქ ბევრი ჩაბუდებული პრობლემები არის ხო იქ თავისი ამბებით და რაღაც მაგრამ ეხლა რატო და მე გეტყვი ჩვენ ხო საკონდით დროში არ ვუშაობ დიდი პატივისცემის მიუხედავად ვართ აი თქვენ რომ ვიცოდეთ დაახლოებით არის შეგა მედიაში არის სოლიდარობა კავშირებია სხვადასხვა ტელევიზიის აი ჩვენ დაყოფილა მათ შორის ჩემს კოლეგებთან ესეთი რომ არის ხოლმე რაღაცას გვერდითა ტელევიზიიდან სხვა ქვეყნიდან აი რაღაცას გთხოვე დახმარებას ხან მანქანას გამოვყობ ხან კამერას ვიცებ ასევე ჩვენც გვეხმარებიან ეს აბა ისე არ გამოდის და გონებენ ინტერვიუები გვინდა ეს ამბები რო იყო და ეს კოლეგერად მოსულა თუ შეიძლება რა კონკრეტული ტიპის ადამიანთან რომელიც ამას იტყვიან და რო ლაპარაკში რო არიან არა რო შეხვდები აი რო გიკავია და რაღაცა მიღებაზე რო არის ეს რატო არა იცი ეს ჟურნალისტი გეუბნება მე რაც დამავალეს ის უნდა გავაკეთო ამას ამბობს აი სწორედ იმით რომ მას ეს დაავალეს მან ეს უნდა მოუყვეს ეს ამ საფრთხის შესახებ და მაგალითად დღეს იმიტომ რომ
ეს ხვალ უცებ აღარ გახდება საჭირო სიამოვნებაში ასაკურველია ჩვენ ხო ვიცით ახლა ადრე ამ რუსებს ეჩვენებოდათ ესე იგი იმდენი ხანი გაბერეს ეს საქართველოს პოლიტიკა რომ ვერეკულევა ჩაატარეს და 30-40 მილიონი არის საქართველები დაწერეს ახლა ევროპაში აქვთ რაღაც ესეთი წარმოდგენა რომ მე რო იცოდეთ აი ხო გითხარით საკოდე დროში არ ვუშავთ აი მაღალი საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი ადამიანები სერიოზულად მეკითხებოდნენ და მათ ჰქონდათ განცდა რომ ჩვენ ამომზე შეგვიძლია რომ რაღაც რეაგირებები მოვახდინოთ რომელიც არ ვახდენთ და აი ამის გამო მიდის ეს ყველაფერი ისე არ მიდის და მე ადამიანებს უყურებდი დიდი პატრიოტი რომელიც სხვა რაღაცაში ნორმალურები არიან აი იციან ონკანი როგორ უნდა მოუშვან არა ეს ამბავია რომ ჭიქაში წყალი რო უნდა ჩაასხან ეს იციან მაგრამ ამას უყურებენ გეოგრაფიაც დასწავლი აქვს და უყურებენ და საქართველოსზე მეკითხებიან ჩემი კოლეგები ხო სამეურვეო საпроსეო ჩემი კოლეგები რომლებიც ქმნიან მედია პოლიტიკას ისეთ რაღაცებს რო ფიქრობ რომ ნუ რა უნდა უყოთ ხო და ცოტა გამიგდოდა მაგრამ ესეთია თიმსარიანია იგავარაკების კრებულია გამოდია და მე ვუთხარი რომ ჩვენთან არის ხო და ხა გავუკვირდა ფიქრა ისედაც ხო ვიყურებენ ახლა ეს უგაგიჟდა ჩემზე და იქ არის რომ ეს მელა დაიჭერს პატარაჩიც და გამიშვე და სამ რაღაცას გასწავლეონება და დაუჯერებელს თუ დაიჯერებო და კიდევ რაღაცას უნება რომ ესა მოკლედო რა დაკარგულს ნოიდარდებო და ასე შემდეგ აღარ არის და გაუშვებს ეს მელა და რო შემოждდება ხეზე ეტყვის რომ მე სირაქლების ხელა კვერცხი ისა მარგალიტი ბიდესო უცელშიო და მელამ დაუწყოხთო ნო შედავლოცულო ეხლა არ გასწავლეო დაკარგულსო ნოიდარდებო და მეორეც ერთიო დაუჯერებელიო მე თვითონ ბიჭო კვერცხის ხელა არა ვარო როგორ მეკითხო აი საქართველოსზე მე გუთხრ ხო და კი გაეცი აი მეთქე თქვენ სერიოზულად როგორ არ გაქვთ წარმოდგენილი თქვენი პრობლემები გაქვთ იმ ჩარევა არ გინდა თუ გინდა თუ არ გინდა ჩვენ ახლა შიშით გიყურებ და თქვენ სერიოზულად ველაპარაკებით ატომურ სახელმწიფოსთან რომელსაც ესე იგი არის მაგრამ მათ ეს ჯერათ აი როგორი სიტუაცია იცი რომ დაიწყებენ ფიქრს რო დაიწყებენ მე თითქოს კი ხვდებიან მაგრამ მათ ყოველდღე მედია ესეუბნება რაღაცნაირად არის საქართველოს დემოკრატიის გზის გადაუხვია მე რო გითხრათ ეს უნდა გითხრათ მათ ეს ხა თავისთავად ნორმალურ სიტუაციაში არ მოადარდებდათ არ იდარდებდნენ ამას ხა დემოკრატიის გზას გადაუხვია და ეგ საერთოდ არ არის სოფლიო პოლიტიკაში კარგად იცი რეალ პოლიტიკაში ვინმესთვის რამეს ადარდებელი რომელიც ინტერესებით მოქმედებს მაგრამ დემოკრატია რო გადაუხვია ეს კი არ ადარდებთ მათ გონიათ რომ ამით მათ რაღაცა საფრთხე ექნებათ ეს არის ამისი ესე უკანა სიტუაცია დემოკრატიას გადაუხვიეთ ჩვენ რო ერთხანობა გახსოვთ თქვენ ახლა ჩვენ ყველაფერს მივიწყებთ რომ საქართველოსთან მაგალითად ჩიპები შედისო იმაშიო რა ქვია შემოივლოს ამ ქვეყანაში რაღაც წარმატებების მაგრამ მე მგონი რუსეთს ვერ ვაკეთებ ჯერ ისე რომ ყოველი მეორე არ იღუნებოდეს არ ვიცი იმასაც ვაკეთებ თუ არა და მაგრამ მათ ეს ხიფათების თემა ეს ჩვენ კი ღირებულთ ეს მიდის აი სწორედ აზროვნების ამასთან და მე მგონია რომ იქაც უკვე რეალობად რაც არის ეს გაჭირების სიტუაცია და არ არის ხა პრობლემური სიტუაცია იქაც დაიწყება გამოფხიზლების სიტუაცია სხვათა შორის და დაუჯერებლობის სიტუაცია იქაც ეს მოხდება იქ მარადულად ესე ვერ შეიდარჩუნებენ ამ სიტუაციას რომ რასაც ეტყვი ალე პუსკა და რო დადგებია ხოლმე ისე თქვა ცალფეხზე და ესე იყო ის მედია ეხლა როგორც არ უნდა გამწარდეს და გაწიწმდეს ვიღაცა იქ ადამიანების და მედიას კი უნდა გჯეროდეს წესი ნორმალური თარებაში, მაგრამ რასა უნდა ხოლმე რეიგანი რუსულად ამობდა და დავერია პრავერია აიქ ეს და პრავერია დაკარგეს თემაში და ეს არის აზრი და ამით სარგებლობენ რასაკვირველია სიდისთან თუ დავალებას და წყალი ადამიანები რომელსაც იციან და თვალებში ვიყურებენ და ხო საერთოდ ჯამში მე მგონია რომ იცით რა არის ამ ტყილსაც ვერ აღმოაჩენენ მე ვფიქრობ პოსტრეალობაში ცხოვრობ ჩვენ ახლა ხო ანუ ეგან თქვენ ამბობდით რომ რამდენიმე ბატმა და ინდაურმა რომ ფარშევან წარმოიდგინეს თავი ხო ანუ გააჩნია რომელი წერტილიდან უყურებს სამყაროს რა ის რეალობას სიმართლეს ამბობს ხო სხვანაირ სიმართლეს ამბობს და აქ პრობლემა ზუსტად ის არის რომ ანუ ჩვენ ძიების პროცესი აგვიგრძალეს თორე შეიძლება ეს რეალობები სხვადასხვა იყოს რა შეიძლება რა თქვენი პერსპექტივიდან დანახული რეალობა სხვა იყოს მაგრამ საღი აზრი საბოლოო ჯამში რაღაცას რომელიღაცას ექნება რომელიცაც უმრავლესობის გაზიარებადი იქნება ჩვენ აგვიგრძალეს და გაბრაზება ერთ-ერთი რაზეც არის რომ დაინახეს რომ რაღაც აზროვნებას ვცდილობთ ამბობ რომ შენ როგორ ბედავ შენ ხო შეგითხვას როგორ სვა აი შენ გითხრეს რომ მაგალითად
შენ გითხრეს რომ ნატოს კარი ღია, ხო გითხრეს რომ ნატოს კარი ღია და იქნება ღია. შენ შედიხარ, მორჩა ახლა ეს თამაშის წესები და მიიღო და მეტი შეკითხვა აღარ უნდა დასვა. ხო არ ეს დილობიანი იყავი და რას უძდელობ ახლა რა შემოსვლა აგიტყდა ახლა და რა უმადური ხარ. რა უმადური ხარ ახლა შენ ახლა მან დაეტია, გითხრეს რომ ღია, გითხრეს აი მაშინ რო არის რა რუსული მაშინ გითხრეს ხვალ, მოდი ხვალე რა, გამოივლე მოკლედ რა. მოკლედ მოხვალ. აი ქვევში რო არის, მოკლედ მოხვალ და ანუ სასადილოსავით არის და იქიდან სუნი გამოდის და ამით უნდა დაკმაყოფილდე. მოკლედ ღია კარი. აღარ უნდა გააპროტესტო. ახლა მე გუშინ წინ თუ 4 დღესაც ავიკითხე, ისე გამიკვირდა რომ რაღაცა ვიფიქრე შეთანხმდეთ, იმიტომ რომ ტრამპის გამოსვლა იყო, ტრამპი ის ხო არ არის, ტრამპი სოფლიოს ნომერ პირველი გეზის მიცემია, ხო ის ქვეყანა არის ახლა ვიღაცა შემოვლოშები თავი ახლა ეგ კონფერენციასაც დაესწრება ვიღაცა პოლიტოლოგი, ვიღაცა პრეზიდენტსაც მოეჩვენება, რომელიმე ბალტიისპირეთის ქვეყნის მე ვიცი რომ მათ სამხედრო ძლიერებაზე ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ტრამპი როცა ამბობს რომ იქ ნატოს საკითხი, მე ესე წავიკითხე თუ კითხვა რა შეგვიძლია ხო, მე ინგლისურადაც ვთანხეთ, იმას ვთანხეთ რომ ტრამპი ამბობს რომ ნატოს კარები იკეტებაო და 4 დღეში წავიკითხე რომ ნატოს კარები ისევ ღიაო ახლა ეს უკვე არის რაზე გათვლო ჩვენ და რომ უნდა გაგიხარდეს რომ ღიაა. ეს შინაგანი წინააღმდეგობაა, მე მგონი ევროპული ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების რეალობის აღქმის. ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხა რეალობას გაცილებით უფრო ადეკვატურად აღიქვამს ვიდრე და თქვენ გონიათ რომ ეს ამბობს რომ ღიაო, ეს რეალობად აღიქვამს? არა, ვინც ამბობს რომ ღიაო, იმისთვის ის ჯერჯინა. ხო არა, მე გეთახმებით, მაგრამ საბოლოო ჯამში მიზანი ვაყენო, მაგრამ რო იქაჩება ეს სამანის მაშინ კიდევ შვილთან რო არის და ჩამოდიო კაცო და მოდიო და რა შეკაჩებიო რაფერა და რა ასეო კაცო ერთი და პატიჟებით რა ვაშებოაო კაცო ჩვენი არ არის და მას უნდა იყოს ეს თამაშის წესი უნდა იყოს რომ მე უნდა ვიძახო რომ კარი ღია მაქვს, მას შენ არ უნდა გაბედო რომ აბა შევომიშვი ახლა კარებში ეგეთი აი მაგრამ ამიდგომეს ხო საბოლოო ჯამში აი ის განიცლება მე სხვებმაც არ დაიწყონ ეს არის აი ეს თემა ჩვენ საქართველოს ვითომ რა შეუძლია, მაგრამ ესეთ უნდა იწყეს, ესე იგი ფიქრობენ ეგენი რომ ტენდენციის გაჩენა შეუძლია. ო, აბა ამეტანი აჭიკჭიკებდნენ ახლა ესენი კითხვები დასვეს, მერე სხვას დასვავს. სულურად გეთახმებით, ეს არის მთავარი საფრთხე ჩემს. ხო, ანუ ნატოს, ანუ ეგ სხვათა შორის ძალიან საინტერესო თემა, იმიტომ რომ იყო ეგ თემა და მე პრინციპში რამდენიმე ინტერვიუ ჩავწერე ამ სტუმრებთან და თითქმის ყველასთან ვისაუბრეთ ნატოს თემაზე, ნატოს გაფართოების თემაზე. ანუ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ელემენტი არის ის, რომ რეალურად ნატოს აქვს სერიოზული პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ ამერიკის ყურადღება გადადის წყნარი ოკეანის მიმართულებით. ანუ თუ რატომ იყო მაგალითად აი მიუნხენის კონფერენციის ვთქვათ, აი ეს ელემენტი, რომ მულტიპოლარიზმი არის პრობლემა მათთვის, განსაკუთრებით ევროპისთვის. ორი შეიძლება ძირითადი მიზეზი კონდეს ამას რა ერთის მხრივ ის რომ ამ მულტიპოლარიზმში ევროპა არ განიხილება როგორც პოლუსი ანუ ის არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე ხო ანუ ძირითადად საუბრობენ იმაზე რომ ეს არის ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი როგორც მესამე ძალა ამ ორთან შედარებით უფრო სუსტი და მზარდი ინდოეთი და ასე შემდეგ ანუ სხვაგან განიხილება ხო ბრაზილია ანუ სხვა სივრცეები განიხილება როგორც მიზიდულობის ცენტრები მულტიპოლარიზმში და ამიტომ ევროპა კარგავს თავის მნიშვნელობას, ასე ვთქვათ, როგორც დამოუკიდებელი მიზიდულობის ცენტრი, ერთი და მეორე. ის კარგავს მთავარ დამცველს ამერიკის შეერთებული შტატების სახით, რომელიც ყურადღება ძირითადად გადატანილია ცენტრალური აზია იყო და შორეულ აღმოსავლეთში და წყნარი ოკეანის აუზში ჩინეთის დასაბალანსებლად. ანუ ჩინეთი როგორც ძირითადი მეტოქე მასთან დაბალანსების ამოცანა და ნატოს არარელევანტურობა ამ ამოცანაში, იმიტომ რომ არაფერში არ ჭირდება ნატო იქ. ნატო როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, საერთოდ არაფერში არ წერია წყნარი ოკეანის, ანუ პაციფიკურ სივრცეში როგორც ინსტრუმენტი, ხო? და შესაბამისად ეს არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არის თქვა მულტიპოლარიზმი ევროპისთვის პრობლემა. ისინი თამაშს გარერჩებიან, ასე ვთქვა და მათ დამოუკიდებლად აქვთ აი ამ დღის წესრიგში მოსანახი თავისი ადგილი. მან კიდე დამატებით ერთი ფაქტორია რომ ნახეთ სიმძიმის ცენტრი გადადის ევროპიდან, რუსეთის მიმართ ნახეთ ტრამპის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპი თვითონ ამერიკის პრეზიდენტი და ის ადამიანები რომლებიც ინტელექტუალებად მოიაზრებიან ამ სივრცეში და შეთიკივე ჯონ მერშაიმერი ამბობს რომ ეხლა ჩვენი რესურსები დავახარჯოთ რუსეთს
და ჩვენი სამხედრო პროპაგანდისტული ასე შემდეგ და რუსეთი რომელიც არ წარმოადგენს არავითარ საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და უახლოეს 30 წლის განმავლობაში ვერც ტექნოლოგიურად ვერც ვერაფრით იქით უკანაც წავა თავის დემოგრაფიით და იმით ალბათ ხო ამ ხელა რესურსების დახარჯვა უბრალოდ ირაციონალური არაპრაგმატულია ამიტომ ერთადერთი ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ რომ მოუხსნათ სიმძიმის ცენტრი აქედან და გადავიტანოთ აღმოსავლეთ აზიაში სადაც რეალური საფრთხე საიდანაც მოდის ხო იმიტომ რომ ამერიკის ჰეგემონია საიდანაც შეიძლება რღვევა დაიწყოს ეს არის ის ქვეყანა რამაც შეიძლება დაიწყოს ამერიკის რღვევა არის რომელიც უფრო ძლიერი იქნება ტექნოლოგიურად ხო და მე არ მჯერა დიდად რომ ამერიკის რღვევა შესაძლებელია ამ საუკუნეში მოხდეს მაგრამ ჰეგემონიის რღვევა შესაძლებელია ამერიკის როგორც თავარი საფრთხე მათთვის არის ჩინეთი კი ბატონო ნახეთ ამერიკელები არიან რაციონალური ადამიანები მათ ისინი ხვდებიან ჩინელებიც ხო რა თქმა უნდა დარწმუნებული ძალიან რაციონალური ხო ანუ ისინი აღმოჩნდით რაციონალურები ჩვენც როგორც ისტორიული ერი აქედან ინსტინქტები არ მოყვაშნა ხო ჩვენ ხო ასე ნუ ჩამოვჭერთ ამას ეს კანონი რაციონალური ერი აღმოჩნდით ეხლა ვაღიაროთ კაი ბევრი იმპერია კი ბატონო დავინალეთ თუ ჩვენ თუ არა ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დაწყვეტეს ერთმანეთთან ზუსტად ამაში შესაქმე ნახეთ ანუ ეს სიმძიმის ცენტრი რო იხსნება აქედან ბუნებრივად მოხდება ის რომ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატები არის ძირითადი გამსაზღვრელი იმ სამხედრო ფინანსური და იდეოლოგიური რესურსის რომელიც არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ ამ ამერიკის შეერთებული შტატების ამ ძალისხმევის გარეშე განწირულია ეს ბრძოლა დამარცხებისთვის ხო გამომდინარე აქედან ტრამპი ესაც ცდილობს დღეს არის ის რომ რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეს ამ ომიდან და მიმართოს თავისი რესურსები იქეთკენ სადაც ისინი თვლიან რომ საჭიროა ამ რეალობაში ჩვენ საქართველოს წარმოიდგინეთ ხა ამერიკელის და ევროპელის გადმოსახედიდან ჩვეულებრივ ადამიანზე მაქვს საუბარი რომლისთვისაც ძალიან შორსა ვართ ანუ რამე ემოციური კავშირი ჩვენთან არ აქვს ბმა რომ აი დავუშვათ რაღაცა ისტორიული მეგობრები ну 90-იან წლებიდან მოყოლებული გასაგებია მაგრამ მათთვის ახლა საქართველოს საკითხი არის ძალიან უმნიშვნელო პირდაპირ მოდი ვაღიაროთ და ის თუ რა მოხდება ჩვენს რეგიონში ახლა რუსეთი როგორ მოიქცევა ისე მოიქცევა თუ ასე მოიქცევა ეს მნიშვნელობას იქ კარგავს ამ რეალობიდან გამომდინარე ჩვენ რა გვაქვს ახლა ამ გამოსავლელი რა გვაქვს რომ ჩვენ უნდა გადავირჩინოთ ჩვენი თავი ანუ აქ არავინ არ მოვა რაღაცა პოლიციელი არ არის რომელიც გაგვაშველებს ხო ან ვიქცევით ადეკვატურად გონივრულად წინდახედულად კეთილგონიერად და გადარჩენისთვის სწორ გზას ვიტოვებთ ან უბრალოდ ნუ ფიზიკურად ჩვენს არსებობას საფრთხე ექმნება. გამომდინარე აქედან ამ რეალობაში მე ვფიქრობ მე ჩემი გადმოსახედიდან რომ დღეს მთავარად შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ და რაღაცას ვაკეთებთ არის ის რომ დავიწყოთ აზროვნება და გვაქვთ სალსახად ერთმანეთს რომ ჩვენ ამის უფლება გვაქვს. იმიტომ გვაქვს ამის უფლება რომ ჩვენს არსებობას აქვს ექმნება საფრთხე. კი ბატონო. შევალდებულებიც ვართ. ადამიანები. ეხლა ერთი რამეა, აი ჩვენ ახლა საკითხებზე საუბრობთ, ახლა არა უშუალოდ ნატოზე და ევროკავშირზე, მაგრამ აი უკვე სადამდე ვართ. მაგრამ კარგია, რომ აზროვნება, აი მაგალითად დისკუსია, რომ აზროვნება უნდა დავიწყოთ. სხვაშორის ეს არ არის სასაცილო ფაქტორი და მithumetes ვერ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან ვირტუალურად გაღებებას მივიღებდი, იმიტომ რომ ამ თვალსაზრისით ურჩევდი საერთოდ დედამიწას, რომ ადამიანებმა უნდა აზროვნება დაიწყონ. ეს აღარ არის იმედად, რომ მე ხა სამსახურში წავალ მოვალ და ესე ვთქვათ, ყველაფერი წესრიგში იქნება. ხან ახერაში. როდესაც ხებიტო არ ვაქვს მეორეჯერ ვიმეორებ, არა ახალგაზრდები ხართ. როდესაც ნატოს თემა დაიწყო, ესე ჩვეულებრივად 90-იან წლების ბოლოს, ამას ძალიან პრაგმატული თვალსაზრისი ჰქონდა, რომ საფრთხეს ველოდით ჩვენ საბჭოთა კავშირიდან და ვიცოდით ხა ასე არ იყო რომ ხალხ შემოვა, მაგრამ როგორც დამცავი სიტუაცია. ეს ძალიან პრაგმატული ეს ანუ ამას მიაქციეთ უსაფრთხოების კავშირი იყო. უსაფრთხოების თემა იყო. მე რომ უსაფრთხოდ ვიყოს, საკუთარი თავი ძალა არ ყოფნის, აქედან საფრთხეს ველოდები, არა მარტო აქედან ველოდები, გასაგებია გაიგებს და აი ჩემთვის ცივილიზაციურად ახლობელი
თემა თან მაშინ საქართველოს 200 წელი მაინც იყო რომ თვითონ საგარეო პოლიტიკაში ჩვენ არ ვიყავით ამან იმოქმედა გარკვეული რომანტიზება გააკეთა და თქვენ რო ახსენეთ რომ ჩვენი ის არ არისო და არც არავინ არავის არ არის ამერიკაში ერთი შტატი მეორის მიმართ არ არის და ეს სოლიდარობა არის ოჯახში და მეგობრობაში სახელმწიფოებს შორის არის ინტერესები მარტო მაგრამ ჩვენ მაშინ მაინც გქონდა ხოლმე ეგეთი თემა რომ ნუ ხეშად ხო ჩამოვიდოდა და ბალტიისპირეთიდან აქ შეკითხვა ხო უყარვართ ბალტიისპირეთში ის იყო და რომ უყარვართ და ჩვენ ძალიან გვიხაროდა და გვეუბნა რომ ყველას უყარვართ ეს ქართველები როგორ შეიძლება არ უყარდეს ლექსიც არის არა საქართველოს არ უყარდეს ყველა შეუძლებელია და აი ეს იყო ეს წმენდა იმიტომ რომ ეს არის ამაში ბოროტება კი არაფერი არ იყო მართლა ეს ამა თუ იმ პირობების მათ შორის ზომის გამო კი ბატონო თუ ვიღაცა იყოს რომ ქართული ხასიათი ეხლა ეს არ არის ესე ვთქვათ ექსპანსიისკენ მიმართული ერი კი ბატონო თუ არც თავი არ აქვს და ნუ გვეგონა რომ ჩვენ საერთავარია ვინმე კარგი მეგობარი ვიშოთ ესევე ევროკავშირი იყო კეთილდღეობასთან დაკავშირებული თანდათან ამან ხშირად რომ იმეორებ ესე მანტრასავით ნაწილში საზოგადოებისა მიიღო რელიგიური ხასიათი კი ბატონო უბრალოდ თვითმიზნური ხასიათი მიიღო უკვე არა უსაფრთხოებისა არამედ ნატო როგორ თვითმიზანი აი მზათვარ ნატოს შევეწირო ევროკავშირი არა როგორც კეთილდღეობის არამედ არაფერი არ მაინტერესებს ეს ნაწილში ნუ ბუნებრივია როგორც ყოველთვის ხდება ეს პოლიტიკის საგანია ამას არიან თავისი ინსტრუმენტები ახლა არ დავარქვა რომელიც აქედან ამ საქმეში რო იყვნენ ამის მენეჯერები რო თქვა აქედან შოულობენ და კარგად არის ამიტომ აღვევდნენ მაგრამ სულოცოდილო თქვენ ამერიკა ახსენეთ და 2008-ში ამერიკა დიდწილად მზად იყო რომ საქართველოს ესე ვთქვათ მიეღო და მეც მიფიქრი ალბათ სხვასაც უფიქრია და ევროპა მოგეხსენებათ რომ გადაბლოკა ეგ საკითხი ხო ნუ არა პირდაპირ მაგრამ უკვე ფაქტობრივად შევდიოდით სადაც შეიძლება რომ ჩვენ ქოლგა გადაგვფარებოდა და კაცმა არ იცის ჩვენ ეს ქოლგა რო გადაგვფარებოდა 2008-ში პუტინი რამდენად მზად იყო რომ ეს რაღაც დაბიჯები გადაედგა თუმცა ისტორიას ეს არ უყვარს ახლა ეს რომ მოხდარიყო რა იქნებოდა მაგრამ ფაქტია რომ ეს მომენტიც გავშვებული იქნა რა თქმა უნდა და ჩვენ დავრჩით და 2008-ში კიდევ ერთხელ ვნახეთ რომ და ვერც გაამტყუდებ ახლა ამის გულისთვის რომ ნუ არ დაიწყეს ახლა ის ომი ინდონეზიაც კი არ დაიწყეს რაც უკრაინაშია საქართველოს გამო და ჩვეულებრივად და დემონსტრაცია ამას დემონსტრაცია იყო რომ დემონსტრაციაზე ჩავიდნენ და ჩვეულებრივად და საერთოდ არავინ არ ჩათვალა რომ საქართველოს ისეთი რამ არის რომ ახლა მისთვის ეს ღირს ეს ამბავ ახლა აქედან გამომდინარე ეს ჩვენ გვალდებული ეს თქვენად ხოთა მოდივართ რომ ვალდებულება დავიწყოთ ისევ დაუბრუნდეთ ჩვენი უსაფრთხოების საკითხს და კეთილდღეობის საკითხს. ჩვენ გადავდგათ ნაბიჯები არა თვით შეწირვით, არამედ მით უმეტეს ეს არ არის თვით შეწირვის საკითხი. უსაფრთხოებიდან რა გამოდის და რა გამოდის ჩვენი კეთილდღეობის ინტერესები. აი ეს არის ორი და ეს არ შეიძლება იყოს, აი ეს არ არის კვერცხი უფრო დურად რკათამია. რასაკვირველია ჯერ უსაფრთხოება და შემდეგ მეორადი საკითხია. აი ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას ხო და აი ეს სწორედ არის სადაც აზროვნებაზე ბრაზდებიან იმიტომ რომ არა ჩვენ სავაჭრო ფიგურად ხშირად ვამბობ შეიძლება არასწორი მაგალითია რომ თუ ჩვენ ეს გვიყურებენ შეხედავენ რომ ჩვენ ჭადრაკის დაფაზე ვართ ფიგურა რომელიც დიდმა იმან მოჭადრაკებ უნდა ითამაშოს და როცა საჭიროა შეწიროს მაშინ ეს ლოგიკა სწორია როგორც ჩვენ გვეცევიან მაგრამ ჩვენ წარმოიდგინეთ რომ ფიგურა კი არა ვარ ჩვენ ჭადრაკის დაფა კი არის მაგრამ ჩვენ ვართ რომ პაიკი ამობს რომ ძმაო მე ჩემი ფიქრები მაქვს დედოფალში სუბიექტი ვარ ჩემი მე სუბიექტი მაქვს და ეგერ არის და მიდი ბატონო და შენ მიარტყე მე არაფერსაც არ ვაპირებ რომ ესე თქვა შევეწირდა მას ეუბნებიან როგორ კაცო შენ ამხელა სოფლიო გლობალური ამბებია და როგორ არ გიდა რაღაცა პაიკი რო ხარ იმას შეეწირო როცა მოვი არ არის ეგრე და ეს იყო სხვათა შორის პრინციპული დავა ახლა არ ვიდა გლობალისტი ვთქვა, მაგალითად სოციალ-დემოკრატიას არა. თავისთავად ახლა ის კი არ იყო რომ გინათვარა უნდა, მათამდე თავარია სოციალ-დემოკრატიის იდეებმა გაიმარჯვოს და საქართველოს კაცო ახლა ამაში და მოხდეს და ილია ჭავჭავაძესა და მათ შორის ეს იყო კონფლიქტი ილიამ და მივხედოთ საკუთარ ქვეყანას და ეს სოფლიო ამას მოულის მათ შორის ყველა წერილში ამას ამოდა ომებზე ამას ამოდა როდესაც იქ მოხდა სტუდენტები მოწერეს წერილი უნდა ომში წავიდეთ 4-ის ბაგრები ხართო აი ოქროები ხართო აი ვიხარია რეგეთები ხართო მოდი თქვენ საცოდავ ქვეყანას მიხედეთ იმიტომ რომ ის ილია უყურებდა რომ ეს არ არის უბრალო ფიგურა რომელიც შესაწირია ვიღაცის ხელში ეს არის სოფხედველობრივი ხედვა მე რა რომ 3 მილიონი ნახევარი თუ 4 მილიონი ვარ ჩვენი ამოცანა გვაქვს და ეს ფიქრი უნდა დავიწყოთ და ეს აქაც კი როცა ფიქრს დავიწყებთ არ ნიშნავს რომ 100%-იანი
ჩვენ ყველას ორდასხლებს გამოვიდეთ. არა, ანუ არის ახლა არა ობიექტი რა უნდა გეკთა ახლა მონღოლები რომ მოვიდნენ ახლა და მოვიდნენ ახლა რა უნდა გეკთა ახლა ხო? გეფიქრა რამდენიც კი. ხო, რამდენიც, მაგრამ ნუ იქ კიდე ოპტიმალური შეიძლება ესე ვთქვათ ყოფილიყო და ნუ მეორეა, ამიტომაც არის ჩვენთან აი ხშირად გაისმის ხოლმე რა საინტერესო ამბავია. წესით მარტო ნათქვამი უნდა განეხილო, მაგრამ კონტექსტიც ხო არის და ვინ ამობს რა? სხვადასხვა მიდგასი სახეები და ნუ პატარა ქვეყანაა. ამ თვალსაზრისით კაია და ვიცი რა. კი ბატონო ბომბები მირჩევნია, ესეთ იმას ეს მირჩევნია. იმ ადამიანებისგან რომელთაც ამ თვალსაზრისით ნული პასუხისმგებლობა აქვს და ნული თვითშეწირვის გზაობა, ხო? როცა ვიცით ესეთი თვითშეწირვის ამბები რო არის, ეს პარტელი არაგველების არა, იგი ლეონიდე პირველი ეწირებოდა და ხა წარმოიდგინეთ ახლა იმას რო გაეკეთებინა, იქ რო იჯდა რაღაცა შევონჟალი და რა მაგარია ეს. ესე კაია კაცო, მაგრამ ეს შენ უფლება როდის გაგიცი შეწირვაზე ლაპარაკობ, ლეონიდე რო ხარ და წირმიდი ხარ და აღარ მინდა ხა ჩვენთან რო ცნობილი კურდღლებიც არ ქვია, ბაჭიები რო გამოდიან, შეჩეულები არიან ამ ბაჭიობაში, ხო? და ისინი მოუწოდენ, რატო? აი სინამდვილეში არის სარგებლობენ ამ უფიქრალობით და ამით. ამიტომ რასაკვირველია ახლა ეს კონფერენცია იქნებოდა ჩვენ აქტიურად დავიწყოთ, ხა ჩვენ ატომური იარაღი არ აქვს. არც სტრატეგიული ძალები გვაქვს და ვერ შევძლებთ, რომ ჩვენ შევქმნათ ჩვენ რეგიონში, ხა იმ ლიგაში, სადაც ჩვენ ვართ მოხვედრილები, ჩვენ სამხედრო ძალით ვერაზოს გავაკვირვებთ ვერავის, მაგრამ აი აზროვნება ძალიან გვართებს, ეს არის ჩვენი. ხო, მოდი, ეგ არის ისა, რა გვაქვს. ეგ ძალიან საინტერესო თემაა, როგორც რა გვაქვს, რა ინსტრუმენტები გვაქვს, რა რესურსი გვაქვს, მაგის გარკვევა ძალიან მნიშვნელოვანი და რატო? იმიტომ რომ თავისთავად ეს, ანუ ის უკვე რაღაცა თვალსაზრისით თითქოს გავიაზრეთ, რომ აი ეს დიდი სახელმწიფოები ამას ყველაფერს ხედავენ სწორედ ისე, როგორც წეგამასიკომ თქვა, საჭადრაკო დაფაზე ფიგურა უნდა შევწირო, როცა დამჭირდება. ესეა, ეს არის, ანუ ამის გააზრებამ გადაგვაწყვეტინა, ამის სწორმა გააზრებამ გადაგვაწყვეტინა ჩემი აზრით 2022 წელს ჩვენი საგარეო პოლიტიკური ქმედებების ძირითადი, ესე ვთქვათ, мотиваცია ეს იყო ჩემი აზრით. შესაბამისად ეს გააზრება არსად არ წავა არასდროს. მით უმეტეს არც მულტიპოლარულ სამყაროში არსად არ წავა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე მგონია ძირითადი დაპირისპირებები სულ რამდენიმე რეგიონში იქნება, ხო? ერთი თქვი წყნარი ოკეანის სივრცე, მეორე ჩემი აზრით იქნება ეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის სივრცე, სადაც დიდი სახელმწიფოებს შორის ესე ვთქვათ უფლებების დადგენის პროცესი ჯერ კიდე წინ არის, ხო? ძალთა ბალანსის გადანაწილება. კი ბატონო, ეს პროცესი ჯერ კიდე წინ არის, ჯერ კიდე მოხდება. ანუ კი ძალიან ბევრი სპეციფიკა აქვს, მაგალითად განმასხვავებელი სპეციფიკა კავკასიას და ცენტრალურ აზიას, მაგრამ მაინც მგონია, რომ დიდ ძალებს შორის ერთ სივრცეთ მოიაზრება რაღაცა თვალსაზრისით, ანუ იმ პოტენციალებით, იმ გზებით, მარშრუტებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ, რა, ანუ ამ გეოგრაფიული, თქვათ, კასპიის რესურსებიდან გამომდინარე, რომელიც ყველაზე მეტად არის საინტერესო, ხო? შუა აზიის რესურსები, ყაზახეთი და კასპიის აუზის რესურსებს გულისხმობ მთლიანად, რა. გზები და ასე შემდეგ. გზები და ყველაფერი აქედან გამომდინარე რაღაცა ერთიანად შეიძლება ხედავდნენ. ნუ ცოტა უფრო მეტი შეიძლება იყოს ჩინეთ-რუსეთის კონკურენცია აზიის სივრცეში, რუსეთ-თურქეთის და ირანის კონკურენცია კავკასიის სივრცეში და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ მთლიანობაში ეს მაინც რაღაცა ერთი ჯგუფის სახელმწიფოების კონკურენციის სივრცეთ უნდა მოვიაზროთ, ხო? და აი აქ, აი ამ ყველაფერში, როცა როგორ არის, იცი, ერთის მხრივ თითქოს სულ უფრო ნაკლებად ხდება, თქვა, დასავლეთის გავლენა ამ რეგიონზე, სულ უფრო ნაკლები ხდება დასავლეთის გავლენა, მაგრამ პირიქით სულ უფრო იზრდება იმ სახელმწიფოების გავლენა ჩვენს რეგიონში, რომელიც ეხლა აფიქსირებენ თავიდან საკუთარ უფლებებს გლობალურ პოლიტიკაში, ხო? ანუ ისტორიის დაბრუნებას რომ აი ახლა აფიქსირებენ, რომ ისინი არიან სწორედ რომ ანგარიშგასაწევი ძალა იმ გლობალურ პოლიტიკაში, რომელიც ეხლა ვითარდება. და აი რა გვაქვს, რა ინსტრუმენტი გვაქვს შენი აზრით, რომლითაც შეგვიძლია აი ამ გადანაწილებაში გადავრჩეთ, იმიტომ რომ ეს გადანაწილებაც არ იქნება მარტივი, ხო? ესე ხო არ იქნება ხა დაждდებიან ისინი ყველა და იტყვიან რომ მოდი შევთანხმდეთ რომ აქ ყველაფერი კარგად იქნება და აქ ვითანამშრომლებთ. ანუ აქაც ძალის გამოჩენა თითოეულ მათგანს მოუწევს, ხო? ჩემი განმსახედიდან მთავარი ჩვენი ინსტრუმენტი ამ პროცესში არის ის, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ რას? ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ ვცდილობთ რომ ყველა მთავარ მოთამაშესთან, რომელთა ცივილიზაციათა შუაში ჩვენ ვართ, დავამყაროთ კარგი მეგობრული
რაციონალური ბიზნეს, ასე ვთქვათ, და ეკონომიკური ურთიერთობები. ერთი მხრივ ჩვენ ყავს ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც სასახად და ერთმნიშვნელოვნად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეხლა შეთქმულების თეორიებში აღარ წავალ. ძალიან მნიშვნელოვანია მათთან ძალიან კარგი სტაბილური ურთიერთობის ქონა, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, სოციალური, კულტურული და ასე შემდეგ, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორეა არის ჩინეთი. ჩინეთი არის მზარდი პოლიტიკური ახალი რა ბოლო 20 წლის განმავლობაში პოლიტიკური ერთობა, რომელიც უახლოეს მომავალში შექმნის ჩვენს რეგიონში და ამ აქეთ ხარეს, ანუ აზიის კონტინენტზე და ევროპის კონტინენტზე ჩემი აზრით. ამინს და მათთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ მათი ინტერესი არ უნდა იყოს ჩვენს რეგიონში არეულობა და ეკონომიკური კავშირების გამო აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია საუდის არაბეთი და იქაური რეგიონალური, ასე ვთქვათ, ლიდერებთან კომუნიკაცია და საუდები აქ ამ შემთხვევაში ემირატები პროფესორად ამ შემთხვევაში არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ჩვენთვის და ისინი მათთან თანამშრომლობა ჩვენ დაწყებული გვაქვს მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და მათთვისაც არ უნდა იყოს ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვანი არეულობა ხელსაყრელი და ყველაზე რთული და ყველაზე ასე ვთქვათ ისტორიულად, ემოციურად, ადამიანურად რთული ჩვენთვის რჩება რუსეთი. იმიტომ რომ რუსეთთან ურთიერთობა არის ძალიან შეზღუდული რესურსი, აქ იმიტომ რომ დღემდე ჩვენ გვაქვს ცოცხალი მეხსიერება იმ ომებისა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იქნა ნაწარმოები. ეს იყო საიდან ახალისებული რა მიზნებით, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ჩვენი ცოცხალი მეხსიერების ნაწილი და ბუნებრივია. აქ ვერ მოხდება და მარტივი არ იქნება ამ ურთიერთობების სწორად წარმართვა, იქიდან გამომდინარე რომ აქ უკვე ემოციები ჭარბობს, მაგრამ ერთი რამე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა მოვიფიქროთ გზა ისეთი, რომელიც არ შეუქმნის რუსებს საფრთხეს და არ დააპროვოცირებს მათ მოქმედებებს ჩვენს რეგიონში. სამხედრო მოქმედებებზე მაქვს საუბარი. ეს გზა ჩვენ უკვე არჩეული გვაქვს, ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ, ამ საფრთხეს ვაცნობიერებთ და ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, იმისათვის რომ ჩვენ როგორც სახელმწიფო, როგორც რესპუბლიკა გადავრჩეთ, აუცილებელია ამ რაციონალური სწორი გააზრებული პოლიტიკის გატარება. რაც შეეხება ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, მე შეგნებოდა არ ვისაუბრია ჩვენ აქ, მაგრამ აქ ჩვენ თავარი წინააღმდება გვექნება შიგნიდან. ამ პროცესში. იმიტომ რომ ჯერ კიდევ როგორც თქვით ინერციით გარკვეული ძალები, მათ შორის ძალიან მარგინალური, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში ეცდებიან, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ეს რაციონალობა მაქსიმალურად არიონ. და ჩაერიონ ჩვენ შიდა პოლიტიკურ პროცესებში და მაქსიმალურად შეეცადონ, რომ მოიყვანონ ისეთი ძალები, რომლებიც მათი გადმოსახედიდან სწორ გზას აირჩევენ. სწორი გზა რა არის ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში სწორი გზა არის ის, რასაც ისინი ხედავენ ამ შემთხვევაში უკრაინაში, ხო? მათი განმოსახედიდან უკრაინა არის სწორი გზა. ჩვენი განმოსახედიდან უკრაინა სწორი გზა არ არის. ამიტომ ამ კონფლიქტში ჩვენ რეალურად უპირისპირდებით, ამიტომ დაერქვა საბოლოო ჯამში ამ მათთვის კონფლიქტს. არის სწორი გზა. მათთვის არის სწორი, ხო? მშვიდობის და ომის გზა. ანუ მშვიდობის და ომის გზა. ანუ თუ ჩვენ გვინდა შეიძლება მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და რაღაც ეტაპზე ჩვენი ქვეყანა დავამსგავსოთ განვითარებულ ძლიერ სახელმწიფოს, მაშინ ჩვენ უნდა ავირჩიოთ მშვიდობის გზა, რაციონალობის გზა, წინდახედულობის გზა. თუ ჩვენ გვინდა ილუზიებში ვიცხოვროთ, თავისთავად ცხადია, მაშინ უნდა ჩვენ ავირჩიოთ ის გზა, რომელსაც დღეს გზააბნეული ადამიანები მისდევენ დასავლეთში სამწუხაროდ. მაგრამ ერთი რამე მაძლევს მე იმედის საფუძველს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ეს პოლიტიკური ცვლილება, ამერიკის შეერთებულ შტატების ახალი პრეზიდენტი გაცილებით სხვა მოსაზრებებს ეყრდნობა და სხვა ადამიანებს ეყრდნობა და სხვა განცხადებებს აკეთებს, რაც ჩემთვის არის სიგნალი, რომ ჩვენ გაცილებით მეტი შანსი გვაქვს უკვე, რომ ჩარევა ჩვენ ქვეყნის შიდა საქმეებში არ გამოიწვევს რაღაც შიდა არეულობებს, ვიდრე აქამდე იყო. თუმცა მე თავარი მაინც ვისაც ვეყრდნობი არის ქართველი ხალხი, რომელმაც 2024 წელს ისეთი რამე გააკეთა, რასაც არ ელოდა ალბათ არავინ არც ჩვენი პარტნიორებიდან, არც ჩვენი მტრებიდან და არც ჩვენი მოყვარეებიდან, როდესაც ჩადგნენ რიგში და აირჩიეს მშვიდობის გზა და აირჩიეს განვითარების გზა. კი ბატონო, შენ ახსენე. ხო, კი ბატონო. აი აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ ერთ ამას ვეტყვი და არ ჩათვალო რომანტიკად. აი ჩვენ როგორ უნდა გადავრჩეთ. ეს სასაკვირველია ყველაფერი ესეა.
ეს არის როგორც ადამიანი ამომზღვა და საითხარეს უნდა გავცურო. მაგრამ ჩვენ ამავე დროს მე ესე მეჩვენება, ჩემი აზრია მარტო, შეიძლება მარტო ჩემიც არ არის, რომ ჩვენ ცურვაც გვიჭირთ ცოტა. და რას გულისხმობ, იცი? ჩვენთვის ახლა მე სტრატეგიულად ის რომ ჩვენ მოწყვლადი არ ვიყოთ, გარედან არ ავყვეთ რაღაც სიტუაციას. კი ბატონო, დღეს ასე ამერიკის ადმინისტრაცია, მაგრამ აგერ არის და 4 წელიწად შეიძლება სხვანაირად იყოს, 4-ში არა, 8-ში შეიძლება სხვანაირად იყოს, ან ჩინეთში სხვანაირად იყოს. ნიავი და ჩვენ განათლების თვალსაზრისით თუ რადიკალური ნაბიჯები არ გადაიდგა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უკან დახევა. ახლა ამ ლაპარაკში ჩვენ სალამ ესე იგი აქ გაივლის გამოივლის და საბჭოთა პერიოდის იმას ლაპარაკობთ მინუსებზე და მაგის ახლა არ გვისწავლება ჩვენ ახლა არავისგან არც აქ და არც სხვაგან, მაგრამ ახლა ამ განათლებისა და კულტურის სფეროში გვაქვს მნიშვნელოვანი უკან დახევა და ეს არ არის ლამაზი სიტყვები. კულტურა, ჰუმანიტარული განათლება ეს არის ის, რომელიც თვითყოფადობას და შენიანობას გაწევინებს, მაგრამ ამავე დროს ტექნოლოგიურია, რომელიც სწორედ ამ სიმწრეებში ამ კონკურენტუნარიანობაში. დღეს თუ შენ კონკურენტუნარიანი ენქედა მარტო იმიტომ, რომ მე იმასთან გავამყარე, მე ამასთან დავამყარე, ამ ერთის კნა ტერიტორია, რომელსაც არ გაგაჩნია და გადაწყვეტილებების მიღების დროს ეს იქნება ჩვენთვის აი დამღუპელი. ასე რომ მე არ თვალსაზრისით რომ პირდაპირ გითხრათ, რომ ეს არსებული სიტუაცია სრულიად არ მაკმაყოფილებს და მეტიც ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი მოქონია ჩვენ რასაც უყურებ, იმიტომ რომ ადამიანები ურთიერთობიან მოწყვლადი არიან გადაწყვეტილების მიღებასთან, ესე ვთქვათ, დაკავშირებით და ამას მარტო გასაკვირველია იქ არის გინდა მოსყიდული და ეს ვიძახოთ, მაგრამ არიან ადამიანები, რომელიც გულწრფელად არიან და ამას დაცინო არ ყოფდეს, რომ ადამიანმა თუ ესე ვთქვათ არ იცის ეს თემა და მარტო აკაცუკო იცის და მეტი არაფერი ჩვენ არ გავაკეთეთ ამის გულისთვის რომ ეცოდნოდა და ის არ არის არც ცოდნათი აღჭურვილი, არც ტექნოლოგია, არც ჰუმანიტარული, არც ის არ იცის და ამას ამბობს და ხავთ გავარ და დავცინეთ ეს საქმეს არ უშველიც და ვიქნები და ჩვენ გასაკვირველია გადავრჩით, მაგრამ მე არ მტოვებს განცდა და ვიცი რომ ამ გადარჩენაში ძალიან დიდი იყო სუბიექტური ფაქტორი, რომ და ეს რო არ ყოფილიყო სუბიექტური ძლიერი ფაქტორი, ჩვენ შეიძლება ესე ვერ გაგვეძლო ამ რყევებისთვის და მე ამ გასაგებია რასაც გულისხმობ, ხო და ეხლა ყოველთვის ესე ვერ იქნება ამისი ბედათ და ესე მე არ ვიცი ესე რა მოხდებოდა დაახლოებით იუბილეა კი წარმოვიდგინო და არც არავის არ ვაშინებ რა ხა დღეში რამდენი ჭორვი ვიფრინავს ესე იგი მარტო ერთ დღეში რა ჭორვი ვიფრინავს ხო ამ სიტუაციაში ჩვენ ეს ერთი დღის ამბავი დაგვიმთავრებდა საქართველოს ვითარებას აბსოლუტურად ხო ანუ ეს რაღაცა იმას კი არ ვლაპარაკობ ეს უკრაინას აქვს კიდე უფლება რომ რასაც სიტუაციას უყურეთ მაგრამ რომ რაღაცა სტრატეგიულად ვილაპარაკოთ ომის შედეგებზე და ჩვენ რაზეა ლაპარაკი ხო არის რამოდენიმე საათის თემა ამ თემაში და აი ამისთვის ჩვენ არა ვართ აი ძალიან აღმოჩნდა იმიტომ რომ ნახეთ როგორი დაზიანებული აღმოჩნდა ესე იგი მოსყიდულს არ გულისხმობ დაზიანებული აღმოჩნდა საექსპერტო სივრცე აზროვნების სივრცე რასაც ქვია მედია სივრცე ყოველგვარი ბოდიშის გარეშე უკიდურესად დაზიანებული როგორც CDC-ის თვალსაზრისით ისე გონებრივი თვალსაზრისით რომელი მეტი ძნელი წარმოსადგენია რა უფრო სჭარბობს აი ჩვენს ასე ვთქვათ ხო ეს ყოველდღიურად რომ ამას ასმენინებ და კი ადამიანებმა მიუხედავად იმისა რომ თავისი სიბრძნით და ბუნებრივია ჩვენ ვილაპარაკეთ 1000 წელი განმავლობაში მაგრამ ამის იმედად ყოფნა იმიტომ რომ გვაქვს სერიოზული უკანდახევა კულტურაში აი ესე ვთქვათ აი ამ კი ბატონო სერიოზული ფუნდამენტალურ მეცნიერებებში ვთქვათ აი საბუნების მეტყველებებში ეს არის ახლა ჩვენ უყურებთ ახალური ინტელექტის ეპოქაა და ამოდენა ახლა ჩინეთს და იმას რომ საათ ხალხი წავიდა პირდაპირ მიშოვე კოსმოსს გაცდა უკვე და თვარე შემოუარა და ჩვენ ახლა ჩართავდა იმიტომ კი არა ეს უკვე აღარ არის მარტო სიბრიყვის ლაპარაკი ეროვნული საფრთხის შემცველია ესეთი ხო ანუ შეიძლება არის ის რომ პრაგმატიზმის და რაციონალიზმის ინსტიტუციური სიმყარე არ გვაქვს რა ჩვენ არის აი საკითხი არის საქართველოში რომ განათლება ახლა განათლება არის ჩვენთვის აი უსაფრთხოების აი უშიშროების აი ერთი მთავარი ფუნდამენტი იმიტომ რომ ჩვენ რა გვაქვს კი ბატონო და ილია ამბობს ეგერო ეხლა
მოვიდა აგერო ის დრო მოვიდაო ხმალი გვერდზე უნდა გადადო ხმალი ამ პატარა ხვალაზეა ლაპარაკი თორე სხვა რუსეთს შეუულია კიდე ხმალი იქნიოს და თავის უბედურება ჭირს აბდიადაგზე ჭირს მაგრამ ეს ხმალი აქვს და იქნევს სადამ ექნება მოიქნევს და ჩვენ ხო ეს არა გვაქვს ჩვენ ვალდებულები ვართ რომ ვიაზროვნოთ დრო იაზროვნო უნდა იცოდე კიდეც მაინც იმიტომ რომ სწავლა-მოსავლე ცემაზე კი არ არის მაგრამ უხორთუმო სპილოს გავს ის ნიჭიერი კი არის ეს ახლა მაგრამ წოდა ხო უნდა მიაწოდო და მე მგონია რომ ძალიან საფიქრალია ძველგაზრდას რა ეშველება ხა იქაც იყო მაგრამ ახალგაზრდების ეს განათლება ამბავი არის ძალიან მაგრად მისახედი და სტრატეგიულად დასაგეგმი და ეს გადასადები არ არის იმიტომ რომ ეს არის ის მარცვალი რომელსაც ახლა რო შედება 10-15 წელი უნდა რომ შედეგი დაიდახო კი ბატონო ოთახი და იგივე არის წინააღმდეგობა ეს მეგონა. არა, პირიქით, ავსებს მთლიანად, იმიტომ რომ ეგ ჩემი აზრით შეება ერთ-ერთ თავად გამოწვევად, მართლაც როგორც წეგან თქვი, ეს არის პრაგმატიზმს და რაციონალის არ აქვს ინსტიტუციური ბაზისი. აი, იმიტომ რომ პრაგმატიზმს და რაციონალის კვებავს ის, რომ შენ გაქვს ცოდნა, გააზრება და გაქვს ინსტრუმენტები აზროვნების, ხო? ანუ თუ ეს არ გაქვს, ვერ აზროვნებ უბრალოდ და არიცი, ანუ დროის დახარჯვა არ შეგიძლია იმაზე, რომ გაიგო რაღაცა ფორმა ინფორმაცია მიიღო და გაანალიზო ეს ყველაფერი და შესაბამისი გადასკვნები გამოიტანო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მაგრამ ერთ ელემენტს მინდა დაუბრუნდე, რაც ახლა შენ თქვი, ჩინეთისა და რუსეთის, ჩინეთისა და ამერიკისთან ურთიერთობებთან დაკავშირებით, ხო? ჩვენს ერთის მხრივ ამერიკასთან პარტნიორობა, მეორეს მხრივ ჩინეთთან პარტნიორობა, ხო? და წეგან ვასიკომას ახსენა რომანტიზმისგან გათავისუფლების აუცილებლობა. რისი თქვამია თუ იმ მართლაც და მულტიპოლარულ სამყაროში ძირითადი ოპონენტები ერთმანეთთან არის ჩინეთი და ამერიკა რამდენად გვაქვს რესურსი ამ ორ პოლუსთან ესე ვთქვათ მინიმუმ ერთის მიმართ ანტაგონიზმისგან დაცლილი პოლიტიკის წარმოების ხო იმიტომ რომ ერთია რომ შეიძლება ორივესთან თანასწორი პარტნიორობა არ გამოგივიდეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთთან პარტნიორობა მეორე არ უნდა ღიქვამდეს ანტაგონიზმად მის მიმართ ხო ხო აქ ძალიან კარგი კითხვაა და ამაზე პასუხი წართული მოსაძებნია რომ ზუსტად ეს საკითხი იყო ჩვენს ფორუმზე მათ შორის მერის ფორუმზე თბილისის მერის ფორუმზე ჩამოსული ამ ადამიანების ერთ-ერთი მთავარი კითხვა რომ აი აქ როგორ რას ვაკეთებ მე ხა გამომრჩა და აუცილებლად სათქმელია რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ასევე ევროკავშირთანაც ურთიერთობა რომელიც თავის მხრივ ამ ნავიგაციაში იმიტომ რომ ევროკავშირიც ცდილობს რაღაცა საერთო მიწის პოვნას ჩინეთთან და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმიტომ რომ მათ ისინი ხვდებიან რომ ნუ ისინიც არ არიან სუბიექტები მათ და სამწუხარო ხო ამიტომ ჩვენ რაღაც აი ამ რეგიონის და კონტექსტის გათვალისწინებით მე ვფიქრობ რომ ჩვენი ეს თქვათ მთავარი ხაზი უნდა იყოს ის რასაც წეგან ლაპარაკობ ჩვენ ეკონომიკური უნდა იყოს თავისთავად ხადია ისეთი პროექტების განხორციელება რომელიც არ დააზარლებს დასავლეთის ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს და ჩვენი მასშტაბიდან გამომდინარე ჩვენ არ მგონია რამე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფუნქცია შევასრულოთ ისეთი რომელიც რაღაცა განსაკუთრებულ უპირატესობას მისცემს ერთთან რომელიმე სუპერ ძალას ეხლა რეგიონში თუ მსოფლიოში აქედან გამომდინარე არ მგონია რომ ჩვენზე იქნება რამე ტიპის სწორება მეორე მგონია ძალიან მნიშვნელოვანი ისიც რომ ეხლანდელი ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების ცდილობს რომ ეს დაპირისპირება რაღაცა არ გადაზარდოს რაღაცა არაადეკვატურობაში მიუხედავად ამ ტარიფებისა ყველაფრისა ტრამპის პოლიტიკა მაინც არ არის გამწვავების და აფეთქების პოლიტიკა ტრამპის პოლიტიკა უფრო მოლაპარაკების პოლიტიკა როგორც ბიზნესმენის და აქედან გამომდინარე მე მჯერა რომ ამ თვალსაზრისით არ იქნება ის ანტაგონიზმი აქტუალური რომელზეც ჩვენ საუბრობთ თუმცა ანტაგონიზმები უფრო სხვა მხრიდან ეხლანდელი ევროპული ბიუროკრატია გაცილებით რომ ანტაგონისტურია ჩვენი მოქმედებების მიმართ, ჩვენი სუვერენული მოქმედებების, ჩვენი ობიექტური და სწორი მოქმედებების მიმართ და სამართლიანი მოქმედებების მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნები გამომდინარე აქედან მე ვფიქრობ რომ ნახეთ ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროპასთან ურთიერთობის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის რეალობა რომელიც შეიქმნება უახლოს მომავალში, ანუ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ნელ-ნელა გავა ევროპიდან როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური სამხედრო თვალსაზრისით მე მგონია რომ გავა იმას არ ნიშნავს რომ დატოვებს, მაგრამ უკან დაიხევს და გამომდინარე აქედან ევროპას გაუჩნდება როგორც სუბიექტს თავისი ინტერესები და ამ ინტერესების ჩვენ
შეგვიძლია რომ ამ ინტერესების განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ. ანუ ევროპისთვის. მე ესე მგონია, როგორც ენერგეტიკული დერეფნის, ასევე სავაჭრო დერეფნის თვალსაზრისით და აი აქ ხედავ მე აი ამ მოლაპარაკების რესურსს. და ანუ წეგან აღნიშნა და ვთქვით, რომ ანუ აქ არ არსებობს რაღაც გამზადებული რაღაცა მოდელი, რომელსაც უნდა მივიზიდოთ და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ჩვენი ახალი თაობა მე არ ყველაზე თავისთავად რაღაც მისი ნაწილი აღზრდილი არის სხვა ქვეყნების ინტერესების სასარგებლო დისკურსების ირგვლივ. კი ბატონო. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ აღზარდოთ თაობა, ან ამ თაობასაც ველაპარაკოთ, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი დისკურსების ირგვლივ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვისვე უკეთესი. ანუ ჩვენ ერთად ვართ, ანუ ის ახალგაზრდა, რომელიც დღეს აპროტესტებს საქართველოს მიმდინარე პროცესებს და ის ადამიანი, რომელიც აი ახლა ჩვენ აქ ვზივართ, ჩვენ ერთნავში ვართ საბოლოო ჯამში. ოთარ ის კითხონი იცი ნახე რამდენად კაფიოთ აი შენი შეფასებით რა ისე ვთქვა. მესმის რომ ალბათ ვერ გათავისუფლდები ესე ვთქვა აი ამ პოლიტიკოსის შემთხვევაში ამპლუისგან, მაგრამ მოდი ანალიტიკურად შევხედოთ ცოტა. რამდენად კაფიოდ გვაქვს ახლა დღეს უკვე ნათქვამი საქართველოს ინტერესები. ანუ რამდენად გასაგებია ეს ინტერესები მათ შორის იმ ახალგაზრდებისთვის, ანუ რამდენად ვხსნით ამას ისე როგორც ეს ასახსნელია, რომ რა არის საქართველოს ინტერესი, რა აქვს მას გასაკეთებელი, რა არის გზები ამ გადარჩენისა, როგორ უნდა დაალაგდეს ეს ურთიერთობები, თუნდაც რთული ურთიერთობები რუსეთთან, როგორ უნდა გაიბას ეს ურთიერთობები ჩინეთთან, ამერიკასთან, ასე შემდეგ. ანუ იმიტომ რომ ამ ადამიანებს აქვთ საფრთხე, ანუ იმ ჯგუფზე ვსაუბრობთ, ხო, ახლა ვიზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ რა პრობლემა სადაც არის. რომ ამ ადამიანებს აქვთ იმის განცდა, რომ ჩვენ კარგავთ რაღაცას, ანუ რამდენი ხანია იქითკენ მივისწრაფვით, რაღაცა ის იყო რაღაცა ჩვენთვის საკრალური სივრცე და უცებ იქ რაღაცა აღარ მივისწრაფვით, იმიტომ რომ როგორ არის, იცი რომ რეალობა როგორია, ისინი გვიღებენ, არ გვიღებენ, ამას ხო არავინ არ უყურებს, ხო? მთავარია რომ იქიდან გვეუბნებიან, რომ თქვენ ჩვენსკენ აღარ მოისწრაფით, რა უქნათ. მივისწრაფით, მაგრამ ხო, ანუ პრავენ ხელს საბოლოოდ. არა, ეგ არის მე ჩვენი აღქმული რეალობა, მაგრამ იქიდან ხო პირიქით არის ხა საბოლოო ჯამში 70 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა მოცემულობა, როდესაც დასავლურ ელიტას უფრო მეტი ეთქმის საქართველოში ვიდრე ჩვენს პოლიტიკურ ელიტას, ხო? და ისინი გეუბნებიან, რომ აი თქვენი ხელისუფლებას არ უნდა, რა ვქნათ ახლა ჩვენ კი გიღებთ, მაგრამ აი ხელისუფლებას არ უნდა. ამ ხალხისთვის ნაბობ, მის წონა. ამ ხალხისთვის. მან პირველ რიგში უნდა ითქვათ ის, რომ ჩვენ ამ წერას ვთქვით, ხო, ანუ აზროვნების პროცესი ახლა დავიწყეთ. ანუ ეს არაა საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გახურებული და ძალიან კარგად წარმოგვიდგენია რეალობა და ამ შემდეგ, რა თქმა უნდა, შეცდომებს ყველა უშვებს, მათ შორის ჩვენს უშვებთ შეცდომებს და ამ პროცესში, როდესაც ჩვენ უკვე ნავიგაცია რაღაცა კონტურები გამოჩნდა და ჩვენი სწორი მოქმედებები გამოჩნდა, რომ სწორი მოქმედებები იყო. შემდეგ უკვე რაც უნდა მოხდეს, ეს არის უკვე დამოკიდებული ზუსტად აი ამ სუბიექტებზე, როგორც ჩვენ ვთქვით, იმიტომ რომ მართავს ბრძანებთ, სუბიექტების როლი იმაში, რომ ჩვენ სწორი ნავიგაცია მოვახდინოთ, არის ძალიან დიდი. და ამ სუბიექტებს აქვს სახელები და გვარები. ირაკლი კუბახიძე, ბატონო ბიზნე ივანიშვილი, კახაკალაძე, ადამიანები, რომლებიც იგივე შალო პაპუაშვილი, ამ კომუნიკაციის ყველა ადამიანები, რომლებიც ძალიან რთული იყო იმ პერიოდში, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი, განცხადებების გაკეთება. ჩვენ ზოგიერთი ტელევიზორში რო უყურებდა, იმის ეშინოდა იმ განცხადების, წარმოიდგინე იმის მთქმელი, სხვა ზეწოლა და სხვა ემოციური მზაობა გჭირდება ამისთვის, რომ შენ აი ესეთ ბეწვის ხიდზე მთავარი ლიდერი იყო პროცესის. ეს არის ურთულესი ამოცანა. და ხშირად შემთხვევაში რაღაცა ადამიანების დიდი სიძულვილი სწორედ ამ ადამიანებისკენ მიდიოდა, მათ ოჯახებზე მიდიოდა და ეს ძალიან ძილი ზეწოლაა. თქვენ იმეს თუ წარმოუდგენიათ ჰარიჰარალოზე გადატარებადია, არ არის ესე. აბა ნახეთ, აბა თქვენ ოჯახსაც ეწოლა რა. ერთი ვიღაცამ რომ ცოტა სულად შეხედოს თქვენს ოჯახს, შვილს რაღაცა, როგორ დღეში ვარდებით და როცა ამას ორგანიზებული და აგრესიული ფორმა აქვს, ესა ძალიან რთული. მე მგონია რომ ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია რა არის გასაკეთებელი და აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ვასილს მე იმაში რომ ჩვენ ახალგაზრდებთან უნდა დავიწყოთ კომუნიკაცია ფორმალური განათლების თვალსაზრისითაც
მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და არაფორმალური განათლების მიმართულებითაც ჩვენ არ უნდა მივიცეთ საშუალება იმ პროპაგანდას, რომელიც წლების განმავლობაში ურეცხავდა ტვინშვენს ახალგაზრდებს, რომ ეს პროპაგანდა იგივე შემართებით და იგივე ძალით გაგრძელდეს და დიდი მადლობა ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ ამის რესურსი მნიშვნელოვნად შეამცირა და ნახეთ რთული იქნება ამ კომუნიკაციის წარმართვა. მე ჯერჯერობით იმასაც ვერ გეტყვით, ვერ გაგცემთ პასუხს რეალურად რამდენი ხანი გაგრძელდება, მაგრამ რამდენი ხანით არ უნდა გაგრძელდეს. რა შორის არ უნდა იყოს ეს გზა, ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი გადარჩენისთვის. ერთადერთი გზა, მე სხვა გზას ვერ ვხედავ. და თავარი რაც ჩემი განმოსახედიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ისწავლეს, ქართული პოლიტიკური კლასი უნდა გაიწმინდოს უცხო ქვეყნისთვის მშრომელები ადამიანებისგან. უბრალოდ უნდა გაიწმინდოს, უნდა განადგურდეს ნაცმოძრაობის მსგავსი ორგანიზაციები. მე როგორც პოლიტიკოს ამის უფლება მაქვს, ამის თქმის უფლება, იმიტომ რომ ნაცმოძრაობა, კოლექტიური ნაცმოძრაობა დავარქვათ. ეს არის ადამიანების ერთობა, რომლებიც იბრძვიან ქართული ინტერესების წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის და გადარჩენის მოტივების წინააღმდეგ. კი ბატონო, ვასიკო გინე. თანდათან დასასრულისკებოდი ვერთხარ ვთქვათ, აი აზროვნებაზე რომ და გამოწვევა ჩვენ ახლა სულ რამდენჯერმე ვახსენეთ გადარჩენა და გადარჩენა არის ღირსეული გადარჩენა და სამწუხაროდ ახლა დარვინის დაარქვევ შენ თუ დედამიწის არსებობას, რასაც უყურებთ კაცობრიობას, აი ის ეთნოსი გინდა თუ ის კულტურა თუ ცივილიზაცია დიდი როლმაც რაღაც მომენტში ვერაუღო მიმდინარე პროცესებს ჩვენ კი არა უძახმახსენეთ ცოტა ხნის წინ დიდი იმპერიები გამქრალან სხვადასხვა მიზეზებით მაგრამ უცებ ესე ვთქვათ აღმოჩნდა რომ აი ესე იგი აგერ მაგალითად მე-6 საუკუნეში სპარსეთის იმპერია ერთ ამბავში იყო და არ გავიდა 10 წელიწადი და ისე გააქრეს არაბებმა რომ ესე ვთქვათ ყვალი აღარ იყო საერთოდ ეხლა რა შესაძლოა ჩვენ ხაი მაგალითად დაცოდნა რატო არის დედამიწაზე მოგწოვს ეს თუ არ მოგწოვს კი ძალიან გვიყვარს ადამიანები ერთმანეთი სოლიდარობა ეს ყველაფერი კარგია მაგრამ ადამიანები ამავე სიტუაციაზე და არსებობისათვის ბრძოლაც ფიდის მათ შორის ფიდის სახელმწიფოებს შორისაც ეს როგორც არ უნდა ესე ვთქვათ კონფერენციები გამართოს სახელმწიფოებმა და ესე იგი ერთმანეთი და ხოცელი სიტყვებით ილაპარაკონ ერთხელში ესე ვთქვათ ეს უკავიათ სამშვიდობო დეკლარაცია და მეორე ხელში ამბავი ხარა მიდის ბრძოლა რაც დედამიწა არსებობს ეს რეალ პოლიტიკაა ჩემერე რესურსებისა და ნედლეულის და ამ ნედლეულის და რესურსების მისატანად რესურსები ნედლეული და გზა აი ამისთვის მიდის თერიებს ბრძოლა დაალაგდება ეს ვითარება მეორე სოფლიოიც მაგიტო დაიწყო პირველი სოფლიოიც მაგიტო დაიწყო ხო ესე ხوار დაიწყო რომ ჰიტლერია რომ მოდი ახლა გინდა საკონცენტრაციო ბანაკები რესურსები უნდა და ამბავი და ეს ვიტყვიან ხო კეთილდღეობიც როგორც იბრძოდა ეხლა ჩვენ დაალაგდა ცოტა ხანი ეხლა თავიდან აირი ეხლა მივდივართ ახალი სისტემის დაალაგებისკენ ეს რუსეთი რო არის და როგიბრიალებს თვალებს ვისი პრეზიდენტი და არის რო ერთამავში მას აქვს უსერიოზულესი პრობლემა რეალურად რო ვთქვათ ამოდენა მენდელევის ტაბულაზე ნახევარი დედამიწის მხარე რო არის ეს მოსახლეობა შაგრენის ტანმიტყავით დება ამას უნდა დაცვა იმიტომ რომ როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ და ესე არ ვილაპარაკოთ ისტორიულად ესე ხალხთა გადასახლება რა იყო აგვალვა იყო ვერაფერი ვერ გაჩერებს საერთოდ გადასახლდნენ ევროპაში იქიდან გადასახლდნენ იქიდან გადმოსახლდნენ წყალი არ არის ეგრე არ არის მე წყალი მაგდა იმას უზარი წყალი თუ არ დაიცავი იქიდან მოვლე ამ რუსეთის მენდელევის თავლებას დედამიწაზე ადამიანები იზრდებიან დასაკროების მიმართ მოცემულობა იზრდება თორე ვახსენეთ რა ვინ არის ამ მოცემულობასთან ძალიან ახლოს არის აგერე შემოვლოს შემეთავი მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა რაციონალურად საზრუნებს შორშეტელოდ საზრუნებს ისტორიის წინაშე და მოკლედ ყველანაირი უპირატესობები აქვს ესე ვთქვათ გაკეთებული ეს არ არის რომ ვინმე ცხვირი აუბზოს ეს არ არის რომ ვინმე რაღაცა ვთქვათ ისე ვერც არავის არ უნდა აუბზოო თუ ოდნავი ისე ვთქვათ კულტურა გაგდა გონიერება მაგრამ ამათ განსაკუთრებით აი ამისთვის ფიდის ეს დიდი ბრძოლა რომ ახალი მსოფლიო რომ აქ ახლა ჩვენ რესურსი არ აქვს გზის ამბავი გვაქვს ჩვენ იმის თავი არ არის ესე ვთქვათ რომ დაკომპლექსდეთ იმის თავი რომ ჩვენ ახლა გზას ჩავკეტავთ და ციხეს და ის არ აქვს მაგრამ შიმშილით ხო ვერ გადა არა გზას ჩავკეტა არა იმიტომ რომ თუ ეს გასავლელია გაივლის რასაკვირველია მაგრამ აი აქ მართებს რომ ესე ვთქვათ აი ბალანსირებისა და ძალიან იუველური
ტექნიკით აზროვნებაში, რომ ჩვენ მაქსიმალური სარგებელი, ესე ვთქვათ, მივიღოთ. ჩვენ ვიტყვით, რომ არ მინდა და აი რო გვეუბნებიან ახლა მაგალითად, რომ აი ეს არ უნდა მაგალითად რაღაც საპორტი მე არ ვიცი ნიუანსები, მაგრამ გლობალურ ისტორიაში ვიცი, რომ აი ჩვენ არ გავატაროთ ის, არ გაატარო ეგრე არ გამოდის, არ გაატარო იმაში რაც გააჩერებ. რაც გააჩერებ იმ ძალას რობოტის, იმიტომ შეუნა მაქსიმალურად გამოვადნო იქ ახსნა და ჩვენ გვჭირდება აქ მოხერხებული საუბარი. ჩვენ გვჭირდება ძალიან გონიერი ჭადრაკი. არ შეიძლება რომ ჩვენ აქ გონიერ ჭადრაკს თამაშობდე და ისედაც შეიძლება ჩვენ გონიერება გვიდოდეს და შეცდომებს უშვებდე, მაგრამ გარდა მაგისა მე შენ განუწყვეტლივ აი პირობითი გეუბნები შენ ყველა ნაბიჯზე მოღალატეს გეძახდე. სადღაც იქ მივალ ეს გეძახდე და ერთ დარწმუნებული ვიყო ამ სიტუაციაში და მით უმეტეს თამაშობდე ჭადრაკს, როცა ბავშვობაში იყო ჩაპაევის თამაში წკი არ შებელია, იმიტომ რომ სპორტის იმასაც კი ვერ ვზომავ. აი ეს არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. როცა განათლებას ვამბობთ, ესე იმიტომ ძალიან რთული პროცესები მიდის. ჩვენ უყურებთ როგორ შეცდომებს უშვებენ ევროპელი პოლიტიკოსებიც კი ვერ ჭრეტენ, რომელსაც თითქოს წინაპირობა ქონდა. განათლება როგორც მინიმუმ აქვთ. ხო, აქვთ. სხვათა შორის მან შეიძლება რომ რაღაც ფიქრები იქაც ბევრი შეცდომებია, მე ახლა არ მინდა რომ ცელი გახდეს, მაგრამ მე მაღალი რანგის პოლიტიკოსი ვინახე, რომელსაც სამწუხაროდ ესე იგი არის, რომ საკუთარი ქვეყნის ლიტერატურაზე ისეთივე წარმოდგენა აქვს, როგორც მე ახლა იმასე რა ქვია, მარსიანული მასე რა ქვია. ბოსტეულის მოსავალზე, მაგრამ ესეც მოქმედებს. ეს ტყუილ არ არის ჰუმანიტარია და ეს ადამიანის კომპლექსურად უნდა აზროვნებთ, აქ უყურებთ ამ ადამიანებს, ეს იქით გადავდოთ. აი ჩვენ ეს გამოწვევა გვაქვს ახლა, რომ ჩვენ გვინდა ძალიან გამახვილებული აზროვნება, კი რასაც ძალიან დიდი დისკუსია, სწორედ ის კი არა, რომ მოღალატე ზახილი, ძალიან დისკუსია აწონვა, დაწონა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთ გემზე. ერთ გემზე ვართ, აი თუ ამ ქვეყანას ვლაპარაკობ და ჩვენ ძალიან უნდა ვიკამათოთ, აი მე და თქვენ და გიორგი ახალგაზრდებმა მარჯვნივ წავიდეთ თუ მარჯვნივ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რომ მე გავუხრიტო ახლა ამას, თვალს რომ მოგაცილებ გავუხრიტო და ჩავძირო ახლა ეს გემი და ანდა იმის გამო რომ მე თქვა 2 ცალი ბანანი მაჩუქეს, ანდა რაღაცა 2 კაპიკი ჩავიდე ჯიბეში, ვიძახო რომ აიცი აი ქუნდა ეს გავაკეთო. ეგ საფრთხე ყოველთვის არის. რაღაცა ღალატის ელემენტი არის ხოლმე ყველა კულტურაში, მაგრამ ღალატი არ არის საშიში. უსიამოვნო ამბავია. უვიცობა არის საშიში. და სიბნელია, გონების სიბნელია საშიში, იმიტომ რომ ღალატი ამჟღავნებს თავს, აი ახაც რო უყურებთ, აი არ ვიტყვი ხარ გვარეს, მაგრამ აშკარად უყურებ, რომ აი რაღაც საწყალი საკეკის გამოა რაღაცა და ლაპარაკო, ხან გუშინ ერთ ლაპეს ლაპარაკობ და მეორე დღეს ერთ ლაპეს ლაპარაკობ, ხვალ მესამე სიტყვის და ეხლა მით უმეტეს ეს წამოესროთ, მაგრამ საუბედუროთ ეს TikTok-ი და სოციალური ქსელები და საწყალს ესე იგი ეს ვერ უთქვია გადაბრუნებული რაღაცა, იმ წუთში ერთად მიუმონტაჟებებ ხოლმე და ეს ჩანს, მაგრამ აი როცა ადამიანს ხო ეს ახლა მძიმეა ხო აი როიტყვია ხოლმე აი ოფლე დამასხამს ხოლმე ეს აი როგორია ახლა გუშინ აი თან სრულიად საწინააღმდეგოს როისახთა და დღეს საწინააღმდეგო ძახის მაგრამ ნუ რას ვიზამთ ახლა ეგ არის ახლა ეგ ნუ კაკანებს და კაკადებს მაგრამ აი სიბნელი არის ძალიან საშიში ადამიანის მოტყუება ადვილად შესაძლებელია აი რო უდევს და ავიდა კარგიც გარჩევა რო არ შეუძლია რომ აი ეს არის სხვათა შორის ეს რო ჩვენ ვსწავლობდით და გურაბიშვილი და ეს კი არის აი წინ უდევსო და ავიდა კარგიც გარჩევა არ შეუძლია ამას წუხს აი ეს უჭკუო კაცი გულს არის ამას წუხს ისა და გურამიშვილი ბიტო კი არა რომ საზაპიროები გვესწავლა მარტო და ისე ვიძახოთ საგრძელოში დიდი პოეტია ვისაუბროს რომ მაშინაც ეგ იყო ქართლის შირის მთავარი პრობლემა იყო გაუნათლებლობა და დღეს ეს არის თუ ჩვენ სხვა ბუნებითი ნიჭი, თქვა ბუნებრივი ეს ყველაფერი ეს გვაქვს ამ კონტაქტებსაც დავამყარებთ ნათელია, მაგრამ აი არ უნდა ქონდეს ეს შიდა საბრძოლველი თემები და ამისთვის დღესვე უნდა დავიწყოთ აგერახათ აი ხელისუფლებაში და ეს უნდა და არა ეს არ არის თბილისშიც და ქვეყანაშიც ცოტა დავმიცდეთ დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს მალე რამე 4 თვე ოქტომბერში 4 ოქტომბერი. ხო, 4 თვე სადღაც. ნუ კამპანია დაიწყო. ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ნუ პრინციპში 4 თვე დარჩენილი, ხო? ხო, ივლისი და აგვისტო აღარც არის ჩასათვლელი, და? ხო, კი ბატონო, მოკლედ. რომელი ოქტომბერია? 4 ოქტომბერი. 4 ოქტომბერი. ხო, რა. გარკვეულმა, ესე იგი ვიღაცები ვახსენეთ გაკვირით უკვე. ამ საუბარში, მაგალითად, ვასიკომ TikTok-ი მიუჭრეს, მოუჭრეს, თუ იქ ვიღაც კონკრეტული ადამიანი ახსენა. შენც ახსენე ვიღაც. არაერთი. ხო, არაერთი. შენც ახსენე ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები. მოკლედ, როგორც ჩანს,
მინიმუმ ორ ესე ვთქვათ პროტესტანტ პარტიას უკვე განცხადებული აქვს რომ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მე ეჭვი მაქვს რომ დანარჩენი ორიც მიიღებს უკვე ეჭვი მაქვს მაგისი რომ ისინიც მიიღებენ მონაწილეობას იმიტომ რომ ახსოვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ როცა ყველა შევიდა ბოლოს იმ ყველას დააბრალა ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლა და ისიც შევიდა ანუ ახლაც ასე მოიქცევა სავარაუდოდ რომ როცა ყველა იტყვის რომ მონაწილეობენ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ესეც იტყვის რომ ახლა ანუ რაღა აზრი აქვს მის მარტო ბოიკოტს და ისიც მიიღებს მონაწილეობას ანუ სურათი გვექნება ისევ და ესე ვთქვათ წინა საარჩევნო სურათი სავარაუდოდ გვექნება იგივე რაც ჰქონდა 2024 წლის მე ისო ბოიკოტს გამოცხადებენ აი ეგ უკვე აღარ ვიცი რა სიზამენ მაგრამ ანუ ფაქტია რომ მათი მონაწილეობით ისინი პრინციპში აღიარებენ წინა არჩევნების შედეგს, იმიტომ რომ შეუძლებელია ხა წინა არჩევნების გაყალბებას ვისაც ედავები იმის ჩატარებულ არჩევნებში ხელახლა მიიღო მონაწილეობა, ხო? ანუ რაღაცა ალოგიკური თემა. მაგრამ როგორ ემზადებით თქვენ? ანუ განიხილავთ მათ როგორც რეალურ ოპონენტებს იმ ყველაფრის ფონზე, რომელიც რაც გავიარეთ უკვე, ხო? რა თქმა უნდა, თავი მიზანი ხა ჩვენთვისაც და ნებისმიერ კვალიფიციური ორგანიზაციისთვის, რომელიც პოლიტიკაშია, უარეს სცენარიისთვის მომზადება იწყება, ბუნებრივია. მე მგონია რომ ნახეთ მამუკა ხაზარაძე მოდი სუბიექტებზე ვილაპარაკოთ, კონკრეტულ ადამიანებზე. მამუკა ხაზარაძე აცნობიერებს რომ თუ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ის უბრალოდ გაქრება და ის ნაწილი ოპოზიციის, რომელიც ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, უბრალოდ გაქრებიან. ამასთანავე მას სტრატეგიული მიზანი აქვს. სტრატეგიული მიზანი რა არის? თუ ნაციონალური მოძრაობა ისეთი თვითდესტრუქციულია, რომ საკუთარი თავის ჭამას იწყებს, რაც მოსდით ხოლმე ორგანიზაციებს, რომ რაღაცები ხდება შიგნით. ორგანიზაციული თვითდესტრუქცია რომ არ მიიღებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. თუ ესე მოხდა და აქეთკენ მიდის საქმე, არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ესე ჰეროიზმი ამ გვარამიების და მელიების და 1000 სხვადასხვა ადამიანების ამისკენ მეუთითებს და რა ვიცი ყოველ შემთხვევაში ისეთი მოლოდინები გააჩინეს რომ თუ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ვაი და თუ არა და უი ანუ ძალიან ძიმე დღეში არიან. მამუკა ხაზარაძისთვის და ნახე გახარაისთვის რჩება შანსი რომ გახდნენ მეორე პარტია. ანუ ისინი აბსოლუტურად განადგურდნენ უახლოეს მომავალში და ესენი გახდნენ თავარი ოპოზიციური ძალა. ეს ფანჯარა დაინახა თუ არა ეგრევე ამ ფანჯარაში შესვლა დაიწყო. იმიტომ რომ ბუნებრივია ეს არის ადამიანური ბუნება, ხო? ანუ ეს თვით გადარჩენა და ესე ვთქვათ პრაგმატიზმი რა, პრაგმატიზმი, სწორი სიტყვა, პრაგმატიზმი, რაციონალური, სწორი პრაგმატული პოლიტიკა. რატო ახლა ნახე? თუ ახლა მამუკა ხაზარაძეს ჯერა რომ საქართველოს დიქტატურაა და არჩევნები გაყალბდა და თავზე დაგვანგრიეს ქვეყანა 300 მილიონი ინვესტიციებს ატოდებს ამ ქვეყანაში გამაგებინეთ ანუ ერთ პროექტს მეორე პროექტზე ახორციელებს და უზარმაზარ რესურსებს დებს ხო თავისი კომპანიები აქვს სამშენებლო მიმართულებით ეხა იმას რა ქვია ტექნოლოგიებს არ ავითარებენ მაგრამ ნუ ფულს დებს ამ ქვეყანაში თუ ესე ჯერა ამ ადამიანს ფულს რაში დებს თავისთავად ხადია ეს ყველაფერი პოლიტიკური შირმა ის მათ ძალიან კარგად სარგებლობენ იმ ეკონომიკური ზრდით რომელიც ამ ქვეყანაში არის ძალიან კარგად სარგებლობენ იმ თავისუფლებით რომელიც მათ აქვთ როგორც ადამიანებს მოქალაქეებს და ასევე პოლიტიკოსებს და ბუნებრივია ამ პროცესში და როგორც ბიზნესმენებს პირველ რიგში იმიტომ რომ კარგით რა ეხა რა არავის არ ჯერა მაგ ზღაპრების ეხა რა ერთი ხელით დიქტატურას იძახდა მეორე ხელით მილიონებს დებდე ქვეყანაში სადაც დიქტატურა ნუ ეხა აძალებთ ეთყობა მაგ ფულის ჩადა ხო ხო ძალით აბა თავისინებით ხო არის ამ და ნუ აი ფარსი ეს არის ფარსი პირველ ინდიკატორი თუ გინდა ადამიანი რას აკეთებს და რას მოქმედებს მაგით უნდა განსაზღვრო ხო ანუ მე შეიძლება ერთს ლაპარაკობდე მაგრამ მეორეს მოქმედებდა და სინამდვილეში წარმოადგენა რა გაქვს სამყაროს მიმართ აი შენი მოქმედებიდან ჩანს. და გახარე თავისთავად ხადი. ნუ გირჩი პატარა იაგო გირჩი, რომელიც ყველაზე მე ხა დიდი ფანატი ბჭყალებში ამ ლიბერტარიანელების არა ვარ და ბევრ რაღაცებში არ ვეთანხმებ ხანდახან ძალიან ნაივური წარმოდგენები აქვს სამყაროზე და მათ შორის დიქოტომია რუსეთი, ამერიკის თვალსაზრისით ძალიან მარტივები არიან. და შეიძლება ბევრ რაღაცას ვერ ხედავდნენ, მაგრამ ერთ რამეს სწორად ხედავენ, რომ ის პოლიტიკური კლასი, რომელიც ეხა მათ მიათრევს უბსკრულისკენ, არის აბსოლუტურად წაქცეული, განადგურებული და მაგ უბსკრულში არ უნდა გადავარდნენ, რაც თავისთავად ხადია უკვე ძალიან კარგია, იმიტომ რომ
თვითდუს დესტრუქციული როდესაც არ ახარ ამ დონეზე, იმას ნიშნავს, რომ რაღაც გადარჩენის რესურსი გაგაჩნია. მე მგონია და სასახად ერთმნიშვნელოვნად ესე იქნება დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება როგორც ერთადერთი პროქართული მე ესე ვიტყვი, მიკერძოებული ვიქნები პოლიტიკოსი ვარ. კი ბატონო. ძალა ამ არჩევნებში ყველაზე სანდო, სტაბილური, მომავალზე ორიენტირებული და ამ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ძალა, ვინც არ უნდა რაც არ უნდა თქვას, ანუ ეს ჩანს და სასახა და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა აი ამ 64 მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს, უბრალოდ ალტერნატივა არა. იქიდან გამომდინარე რომ ოპოზიცია ესეთ დღეშია და მათ თავი გაინადგურეს და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რამე რომ მე მგონია რომ ეს არჩევნები ყოველ შემთხვევაში სრული მექნება ესეთი უნდა არჩევნებიდან მაქსიმალურად ნელ-ნელა უნდა დაიწყოს წმენდა ამ ანტიქართული ძალების და ადამიანებმა დაიწყონ უკვე ფიქრი იმ ადამიანებზე ვისაც წარმოადგენენ ანუ საქართველოს მოსახლეობაზე და ამის ძალიან კაფეო მაგალითი რა არის ეხლა საკრებულო თბილისის საკრებულოს აღიარებენ 2021 წლის არჩევნებზე დამარცხდნენ აღიარეს ჩვეულებრივად და შემდეგ ბოლო 2 წელია საერთოდ ოპოზიცია არ გვინახავს ნუ ფიზიკურად არ დადიან რა ანუ იმას საუბარი კი არ არის რომ ბოიკოტი არა ბოიკოტი თუ რაც არის საერთოდ არ აინტერესებთ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის აზრი და ინტერესები რომლებსაც ისინი წარმოადგენენ არ აინტერესებთ უბრალოდ ამის აჩვენებენ ყველა მათი მოქმედებით რომ ფეხებზე კიდიათ ის ხალხი რას ფიქრობს და რა საჭიროებები გააჩნიათ იმიტომ რომ შეუძლებელია რაც არ უნდა ძალიან მაგარი იყოს ქართული ოცნება რომ ჩვენ და სახელმწიფო პარტია ჩვენ ყველაფერზე და ყველაზე ვიფიქროთ სწორად ვიყოთ აბსოლუტურად ყველაფერში რაციონალურები რა თქმა უნდა შეცდომებს ჩვენ ვუშვებთ მაგრამ ну შეცდომებიც არის და შეცდომებიც ხო აქედან გამომდინარე მგონია რომ ამ არჩევნებს ქართული ოცნება მოიგებს და პოლიტიკური კლასის წმენდის პროცესის დასაწყისი იქნება თქვენ უარესი სცენარი ახსენდა რომელია თქვენ აი ეს რომ შეხედოთ უარესი სცენარი რომელია როგორ პარტიისთვის როგორ გირჩევნიათ და ნუ ქვეყნის შეიძლება ემთხოვოდეს შეიძლება არ ემთხოვოდეს თქვენ ну მე ამ შემთხვევაში უარეს სცენარს უგულისხმობ რომ ის ძალები რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას ესეწოლას ახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მიიღებენ აბსოლუტურად გაუაზრებელ უსამართლო და არასერიოზულ, არაპრაგმატულ ნაბიჯებს გადადგამენ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში, რაც მათი აზრით დაეხმარება ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ოპოზიციას ვერაფერი ვერ დაეხმარება. საბოლოო ჯამში მათი გადარჩენის იმედი ნულის ტოლია. უბრალოდ მე მაქვს ერთადერთი ყველაზე ასე ვთქვათ, ცუდი გამოსავალი და იმედი მაქვს ესე არ მოხდება, რომ ამ ადამიანებმა, ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს ოპოზიციას, არასერიოზულ ნაბიჯებს გადადგამენ. მე ერთ ვიტყვი რომ ბუნებრივია და სრულიად ლეგიტიმური ინტერესი აქვს ოცნებას აქ და თან ვითხოვს ხოლმე ხა ოცნება ხელოვნურად ნამდვილად არ გაუკეთებია ეს პროცესი აწყობს არ აწყობს ახლა ოცნებაზე არ იყო დამოკიდებული ვერას მიიღებდა ხა პოლიტოლოგიურად არ შევიდოდ იმასთან კაბაჩი ვარ ჩვენ გვაქვს გვერდიდან შეფასების ასე ვთქვათ ცაცახად შეცდომა იყო პარლამენტში არ შესვლა საერთოდ აუხსნელი შეცდომა იყო ეს უბრალოდ აი ვერ იძებნება ამისი პარალელი მაგრამ და მე დამაზიანებელი იყო ეს ოპოზიციისთვის ეს პროპაგანდა არ შესulis რომელშიც ამა თუ იმ ფორმით ყველა მონაწილეობდა გირჩის გარდა ამა თუ იმ ფორმით მე ჯერ გახარია გამოიყო მაგრამ ქვეყნისთვის აი როგორც შეხედოთ ხო სულ საკრებულოში არ იქნებით ქვეყნისთვის თვითონ ის რომ ოპოზიცია არ არის ეს არ არის კარგი იმიტომ რომ აი თუნდაც რაღაცა საკრებულოს ხდომა ნებისმიერი სიტუაცია არის ხა ასე მოქალაქეები ეს სისტემა მოიგონა დემოკრატიამ რომ უნდა ჩვენ წარმოადგენელი მოვიდეს წამდა უწუხო არჩევნო იქ ვიღაცა ან ვისალი ან როგორ არის ხა წარმოადგენელი მოვიდე მე ეს გონი ამიტომ იქ ვიღაცა უნდა იყოს თუნდაც არასორი თუნდაც რაღაცა უნდა იყვიროს თუნდაც ამბავი იქ უნდა გადაწყდეს და ეხლა არის რასაკვირველია თქვენ სწორად ვთქვათ ეხლა ეგეთი თემაა რომ მაგრამ თუ ის ორი პარტია შევა ეს ოპოზიციის იქნება მძიმე დარტყმა. მე ახლა ეს ვუყურებ თუ მას მართლაც კურირებენ საზოგადოებიდან ესეთი თემა იქნება. ნუ აი გულისხმობ რაღაც ინტელექტუალური ცენტრი თუ ხელმძღვანელოს და თუ ჩაერთვება რომ ამ ორ პარტიას აქვს რომ უკვე გახდეს ოპოზიციის მოწონს ეს ვინმეს არ მოწონს ამას დაუძახებთ იმას ისინიც თქვენ ამას დაგიძახებენ ესეთი გახდებიან რეალურად ოპოზიციის ადგილს დაიკავებენ შემდეგ ესე თან იზამენ და მე რა ცხოვრება აჩვენებს ახლა ვინ რა შედეგებს
აჩვენებს. შეიძლება ეს ორი ძირითადად ვაუთ, მაგრამ ნუ ის გირჩიც არის და არ გამორიცხოთ, რომ იქ ხა ერთი 8-9 პარტია კიდე მიიღებს, თუ მეტი არ არჩევდეს კონსერვატორები. ზოგად რეგიონში სხვადასხვა ეს ძალიან საინტერესო არჩევნებია და ესე გამომზადებით საპარლამენტო არჩევნებისათვის. და ეს თემა იქნება რაღაცნაირად აი ფსიქოლოგიურად, პოლიტოლოგიურად ახალ ეტაპზე ესე ვთქვათ გადავალთ და აი რომ ერთი გამოწვევა, კაი ბატონო, განათლება არ მოგეწოდა და დაუმეცდა თუ მაგრამ სოფლიოში ესეთი პროცესები მიდის, არა, ნახე, მე ცხოვრობ, სოფლიოში მიდის აი ესეთი პროცესები, რომ აი ყოველ დღე რო იღვიძებ, ემანდ სოფლიო აბერტო ჩართავ შეთან ტელევიზორს და ნუ აი დაგიწყდება გული რა. ესე იგი ეს ირჩევა რაღაცა ესეთი საკითხი არ არის კაცი ახლა რო იტყვიან ჩვენ და გონზე არ არის რას ლაპარაკობს და მე ჩვენ რა საკითხებსაც ვარჩევთ აეხლა და სერიოზულად რომ მოვიდეს ახლა ვიღაცა მარსელი და ესე ვფიქრობ ჩვენ ვამბობთ რა ახლა რაღაცა ეგეთი სიტუაცია ეს უნდა ვქნა მე უნდა ის მოვაწყო უნდა რაღაცა ნუ მოკლედ წარმოუდგენელია და დაიწყება ეს ნორმალური პროცესი და მე ნელა-ნელა მანქანა რო დაიქოქება და დიალოგიც დაიწყება ასე შემდეგ და მე არასდროს არ თქვა არასდროს ეს ისიც შეიცვლება რიტორიკაც პარტიებს შორის კავშირი ახლა მე იმას არასდროს არ დაველაპარაკები და ეხლა ეს რაც მოხდება თუ ეს გავიდა ისტორიიდან ნუ ეს თქვა ერთ-ერთი დასასრული იქნება და ბუნებრივი და ლოგიკურიც იქნება იმიტომ რომ მან არის ერთი რამე უყურებ რომ ძველ ლიდერშიპს სულ სხვა ინტერესი აქვს და ახლები ვიც არიან იმათ სულ სხვა ინტერესია და ძველებს სულ არ აქვთ ახლა ეს ინტერესი რომ ახლა აქ აი ამ გზით განვითარდეს და ახლებს ახლა გზამიცენ და ასე რომ კი ბატონო ოთარ ჩვენ ესეთი ტრადიცია გვაქვს რომ ესე ვამთავრებთ ხოლმე ოპტიმისტური სიტყვა უნდა გითხრა ხო, მე მგონია რომ ნახეთ, მე მგონია რომ ჩვენ შინაგანად გვაქვს იმის რესურსი, რომ ერთი მხრივ ველაპარაკოთ ახალგაზრდებს, ახალ თაობას, ველაპარაკოთ ჩვენს იმ თაობას, რომელიც დღეს და მოგიტანა ეს ქვეყანა აქამდე და ყველას ველაპარაკოთ, განსაზღვროთ სწორი პრიორიტეტები ამ ქვეყანაში ჩვენ გვყავს ადამიანები, ხელისუფლება, რომელსაც აქვს სურვილი და უნარი ქვეყანას ორი მმართველობის განავითაროს არ გვაქვს 9%-იანი ეკონომიკური ზრდა ძალიან სწრაფად მივდივართ განვითარებისკენ იცვლება ქალაქები იცვლება ქვეყანა ინფრასტრუქტურულად დამერწმუნეთ აი მიღმა ამ ყოველდღიური პოლიტიკური დებატებისა, კინკლაობისა ქვეყანა წინ მიდის და დარწმუნებულა რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ ისეთ ქვეყანას რომლის ხილვაც ჩვენ ტრადიციულად წლების განმავლობაში გვინდოდა. კი ბატონო, მადლობა მეგობრებო ამ გადაცემისთვის, ამ განხილვისთვის, მოსვლისთვის ჩვენთან. წარმატებებს გისურვებთ დროებით. კარგად გრძანდებოდეთ, შევხვდებით ერთმანეთს მომავალ პოდკასტში.